გამცილებლებს არ უშვებთ. ბილეთებიანს გთხოვთ. ბილეთი. იცით? აი ჩემი ბილეთი მეგობარს აქვს, ის უკვე ეფეში. მე არაფერი არ ვიცი. ბილეთი მგზავს ხელთ უნდა კონდეს. გასაგებია, მაგრამ იცით ჩვენ მივლინებით მივდივარ და მე ცოტა ბილეთი. მილიციიდან ვარ, გამომძიებული. საბუთი. ცოტა ადრე ვერ დამირეკეთ ტანსაცმლის გამოცვლაც ვერ მოვასწრე. ლეონე, მე თვითონ 1 საათის უკან გავიგე. რა შეასაქმე რა, ხანძარია? ვითომ არ იცი, სად მივდივარ და რატო მივდივარ, ხო? საიდან დავიცოდე, საინტერესოა. აი პირდაპირ სადისპეჩეროდან მოვდივარ, იქ დამირეკეს. ეხლა ეს სადგურში გავარდი, მალისო ვიგებოდება მე-9 ვაგონში. ვინ დარეკე? ეგონუს ვდივარ. კითხეს მათა შორის. რა შემეთქი საქმე? არაფრით არ მეპასუხა, ტელეფონით ვერ გეტყვია. შენზე მითხრა, იმანიც ის ყველაფერია. ლეონე, შენ ჩვენი სამმართველოს თავარი დისპეჩერი. და პური მაინც არ მოგიკრავს რა მოხდა სამმართველოში. რა მოხდა მაინც ამისთან? შედა, არ იცი რომ საოლქო ამას კომისია ჩამოვიდა, პურის ქართლის მსაღებად. მე ამ ქართლის ჩამოსვლას, ამ კომისიის ჩამოსვლას რა მოხდა, ნუ თუ არ დაგაინტერესა. იცი რა? ჩემო ძვირფასო, მე დილის 6 საათიდან ფეხზე ვგევარ და მუშაობს. წარმოიდგინე შენ. 2 ამტე წაიქცა, ცემენტი ვერ გადმოვთვრთეთ. ამ თქვენ გაკეთებულ გზებს ხო კაცი ნუ გაიკითხავს. რა ორას ამბობ, პურის ქარხანაო, ვერ გავიგებს? რაო და არ მიიღეს, აქ ცხელი არ მოაწერეს. როგორ თუ არ მიიღეს? რატომ ვერ გავიგებს? რატო და დაუმთავრებელია. პურის ქარხანაა დაუმთავრებელიო, რატომ ერთი ამისი? რატომ დამაგებინეთ? ღუმელები მუშაობს და პური ცხებ? მარტო გამოცხობა საქმეს არ შვებს. არც საბანოა, არც გასახდელი. ქვილის საწყობიც კი არა. წყალსადენი რო წყალსადენია, ისიც დროებით სქემით არის გამოყვანილი. არავით არის კეთილმოწყობა. 73 ხარვეზე არ მოაჩვენეს. ცირა ჩვენ სხვა უარესი ობიექტები ჩავიბარებია. ჩავიბარებია, იმიტომ რომ იბარებდნენ. ეხლა აღარ იბარებენ. და ვინ აბარებდა ამ კომისიას ამ ობიექტებს? ვინ და მე? შენ ახდი კომისია? ნიახ, მე ვახდი. ცუდად ხლები ხარ. მოდიში ბატონო, მეტი ვერ შევძელი. სხვათა შორის ეგოროუმა სწორედ ამიტომ გამოგაგზავნა შენ. ვერ გავიგე? რა არის გავგებარი? საქმეს მე ვერ მოუვარე, ამიტომ შენ ჩართო. ეხლა გინდა მოკვდი, გინდა დარჩი, აქ ცხელი უნდა მოაწერინო. დიდსაც არ გავამწრე. ეხლა ვეგეთქვი რა. იცი რა, თქვენ უსინდისო ხალხი ხართ. როდესაც ხალხს ჯამაგირებს უმატებთ, პრემიებს არიგებთ, ბინებს აძლევთ, მაშინ არ გაგონდებით. ლეონია. რა ლეონია, ერთი მითხარი რა. ხო, თქვი რა ლეონია რა. მითხარი ერთი რა. შარშანაც ასე იყო, ცემენტი შემოგაკვდათ და მაშინვე მე მომაკითხეთ, არიქა ლეონია შენი ჭრიმე როგორმე გვიშვენეო. ეხლა რა არის ხელმოსაწერი? აქტებია რა. აი ამას ხედა? ლეონია. შენ ახარ საწარმოო განყოფილების უფროსია რა. ადი ერთხელ აღმასკომში და ნახე ერთი როგორია თავის დამცია. მე წავედი, ყველამ დევარ თქვენი პატივისცემა. ლეონია. მოდია.
მიყვირით. გვერდით არიან და ყველაფერი ისმის. ვინ არიან? კომისიის წევრები. რომელი კომისია? ამ კომისიისა აქვს რომ ხელი არ მოაწერეს. აქ არიან? დიახ ბატონო. შინ მიემგზავრებიან. განგეთ ერთ მატარებელში აგვიღეს. ბილეთი რომ უფრო იოლად მისდგომოდი ამ ხანაგებს. ლეონია მომისმინე. აქ ცხელი აუცილებლად მატარებელში უნდა მოაწერო. მერე გვიან იქნება. ხვალდილით ესენი მოახსენებენ აღმასკომს რომ არ ჩაუბარებია და მერე მორჩა. ნუღაელი ხელის მოწერას. ამოცანა ნათელია შენთვის. რამდენი არიან? 3. კარგია? ერთი კაცური კაცი ჩანს. კარგია? ქალი ისე რა. უკეთესია. ხოლო რაც შეეხება მესამეს, თავმჯდომარეს, ძალიან უსიამოვნო ტიპია. შეიძლება გაგიგია. იური ჯივიატოვი. არ გამიგია? 2 წლის წინათ ეგორავამდე. გრეჟელი გვიდოს, მე მაგას ძის ფერმას ვაბარებ. ყველაფერი ჩაციკციკებული იყო. ნუ ცოტა კეთილმოწყობა აქვს. არაფერი ხელი არ მოაწევ. გრიჟოლიკმა საოლქო აღმასკომში დარეკა. აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მეკინა შემოუთვალა. ჩემი პირადი პასუხისგებლობით მოაწერე ხელი. ზაღლიშვილმა ხო ავდო და თავი შეუშვილა. მოკლედ მთელი ეს კვარტალური მაჩვენებლები, ეს პრემიების უწყალში ჩაგვეყარა. სხვათა შორის შენი ცოლის ფუძს აზრხავ. უკაცრავ. ეს რა არის? ეს ალას თავსამგაული. არა, ნუ ეს გასაგებია, მაგრამ აქ რა უნდა? ალას ჩვენთან ერთად მოდის. როგორ თუ ჩვენთან ერთად? გაიგო რომ მივდიოდი და დაგემგზავრა. მე როგორც მისმა უშუალო უფროსმა მივლინებას გავაფორმე. აი მეგის ჩანთა, საწვიმარი. მოიცა, ალაც. მერტო ჩემო, მე კი ამას ბაქანზე ველოდებოდი. შენი გულისათვის კი რამ მატარებელმა გამომასწრო. აქ საიდან გაჩნდი? ეს შენი ქუდია? კი, ჩემი ქუდი. გამომართვი? ხო. ესე ჩემი არა? რა თქმა უნდა, ჩემი და გამომართვი? სამოგდი. გამომართვი? იცი რა, ეხლა აი მოტრიალდი და პირველსავე გაჩერებაზე, სადაც მატარებელი გაჩერდება, ჩადი. აბა ჩქარი. ხალხი მარს. კი, მაგრამ ეს ჩქარი მატარებელია და ელინომდე არსად არ ჩა. არ ვიცი მე სამი აღარ შეუყვება, სხვა შეურევებ და ჩახტი. მომეცი ახლა. აქტები? აქტები. ეს რა არის? ეს საბრძოლო საჭურველია მომავალი ოპერაციისათვის. აი ესეც აქტები 5 ეგზემპლარია. დილით უნდა გენახეთ, დილით. ადგილზე უფრო ადვილია კაცთან დააპარაკეთ. რაღაცას მოვახერხებდი. გადაჭიმა ბერალი. გადახელი მოთვი წამოიღე, არა გადახელი. რაღაცას მოვახერხებდი ადგილზე. რესტორანში დავპატიჟებდი, ვათევზავებდი, ვანადირებდი, მე იქნებ ხამეს დამეტოვებინა და რაღაცას მოვახერხებდი. მე დავპატიჟე რესტორანში, მაგრამ ასე მე უნდა გენახე, მე. რაშო
უკაცრავად კიდე შემიშავ. რა იდიოტურ მდგომარეობაში ჩავაგდე, აი რა იდიოტურ მდგომარეობაში ჩავაგდე. სადაც არის ხალხი დაიძინებს. ეხლა რა ვქნა გეკითხები რა შეუვარდე და უთხრა ერთი ლეონე ვარ შინდირი მაშკაცურად ერთი აქცე ხელი მომიწერე თქო თუ რა ვქნა. რაც მიგული ვარო. ეგენი აქც ხელს არ მოასწრებია. მაშინ რაღაც მოვდიოდით ერთი ამიხსენით თუ იმისათვის მოვდიოდით ჩემო ძვირფასო რომ აშენ ეგოროვი დარწმუნებულია რომ მის გულისათვის ნემსის ყუნჩი გაძრები და აქ ხელს მაინც მოაწერინე კონცერტდა მოხდეს. ბავშვი ის დაუტოვე. ხა, ბავშვი ის დავიტოვე. ხო, ბავშვი ის დაუტოვე. მეზობელს არ აუშავს ერთი ხამე დაიწყებს. არა უშავს, არა მეზობელს დაუტოვე ბავშვი და არა უშავს, არა. ხო, არა უშავს. ხეს მიშენ, არა უშავს. და დღეს რა მოიტანა ბავშვი? რა მოიტანა? ბავშვმა სკოლიდან რა ნიშანი მოიტანა მე თქო რა. ყოველთვის მოახსის მოიტანა, ორი ნავდა მოიტანა. მე დარჩენილი ყავს სახში და ცოტას მიეხმარებოდი, არ შეიძლებოდა. დურგალი ყურები გამომიჭედა 2 თვის განმავლობაში. უნდა მოვიდეს ეს დურგალი ამ საღამოს. დახვედროდი სახში არ შეიძლებოდა. დურგალი და სახში და. ცეცეული ახლა არა, მათო. იცით რა, ჯერ უნდა დააკაკუნოთ. და მერე შემოხვიდეთ. ბილეთი ლიზა, დასწრებ. წადი და 5 წუთში მექსტორ მოგიტანდი. 5 წუთში ბილეთი უნდა მქონდეს. ხა, წაუღე ეს ბილეთი, ხეპრე ხარ ამ ხელაკაცი. და ისა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ გესმის შეგეუნები მე ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ მე წავედი ამ დირექტორის გასაცნობად რა იდიოტია ესეთი იდიოტი ჩემს ცხოვრებაში არ მინახია აი ნამდვილი დეგენერატია აი გოდე ეს მატარებლიდან აის აი მატარებლიდან ხუდი მატარებლიდან ხუდი აი გოდა ისა სიგარეტი ხომ არ გიჭირდა მატარებლიდან ხუდი გადამიდო ასანთიც თუ შეიძლება მეუნები სადეთ მოდი კაცი არ ახარ მეთქი მეოთხარი ისა მეთქი მაგვიანდება მეთქი მეოთხარი მატარებელი სადაც არის გავა მეოთხარი ალო შემოვლას ვერ მოვასწრებ ეს უკან უკაცრავ მეოთხარი კაცი არ ახარ მეთქი მატარებელი სადაც არის გავა შემოვლას ვეღარ მოვასწრებ ეს უკანაკარი გამიგეთქო აკრძალულია უპასუხოს მეოთხარი გასაგებია რომ აკრძალულია მეოთხარი იზელაბარებო ამ ჩვენ გამცილებელზე მოგახსენებ პატუცინო ეს მოხუცები იცით რაღაც უცნაური ხალხია. ჯოჯოხეთიდან მოსულებს გვაქვს. აი ვეუნები ერთი კეთ მაგათ უფლება მის აღარა მოგვასუნთქებ. თქვენ მივლინები თუ შინთ მივლინები და მე კი პირიქით. ასე უკეთესია არა. ჩემი ცოლი აიღებს და ამაღამზე სხვას მოიყვანს. იცით ახალგაზრდა როცა ვიყავი ცოტა მიქროდა. ლამას ხალხს ვეძებდი, რა თმინდოდა? მიპასუხებდი. რა თმინდოდა ეს რა? რა თმინდოდა ეს ლამაზი ქალი? ეხლა კი ვირტყამ თავში ხელს, მაგრამ რა დროსია რა? თქვენ რა გონიათ რა? გავეტრებოდი, არ გავეტრებოდი, რომ ბავშვს რა უყო გეკითხებით, რა უყო ბავშვს? იცით რა ბიჭი მყავს ფრიადოსანია. გესმით რომ გავეყარო მე არ გამატანს და იმას თუ დავუტოვე დაღუპავს გესმით? მონაწილეობა.
არ ხომ არ თამაშობ? არა, მე ფუზე არ გეუბნება. დომინოს? არა. გადავხს. მე თვითონ მოგიტან. აი მე თვითონ მოგიტან. იცი რა? აბე გადი თაკიდან. ჩქარა გადი თაკიდან, ჩქარა. აი დამუსი გადი. სანამ მე არ დაგიცახოთ ფეხი არ შემოანა. მე უბედურება დამემართა. როგორ თუ რა მოხდა, წახვედით თქვენ და მე შევედი ჩემს კუპეში და ამოვიგეს ბილეთი, ვიფიქრე წავდებ მეთქი, მაგ ოხრე მამაძახს მე მათი. თალიზე, უკაცრავ. გამარჯო ირონი. გამარჯო. თაბატონო, მე იცით? აი გვერდზე კუპეში ვგზავრო. მეგობართან ერთად და როდესაც ამოვდიოდი, იცით, დამაგვიანდა ბილეთი არ მქონდა თან და ეხლა ავიდეს ბილეთი და ვიფიქრე წავდებ მეთქი ამ ჩვენს გამცილებელს და ერთი უკაცრავ. რა შვენი რა? აი ესე. პატიციონ აი ესე ბილეთი მეჭირა ხელში და ფანჯარას შემოვედი. ამ ხელში ბილეთი მეჭირა და ვიყურებოდი და მეორე ხელში სიგარეტი. აი ესე ერთი სიგარეტი მომეცით. აი ესე ზუსტად ვიდექი და ცალ ხელში სიგარეტი მეჭირა და ცალ ხელში ბილეთი. აი ესე ვიყურები ქაბატონო, იცით? ფაჯიდან და მატრებელი ხომ მიდის არა? მე ნუ ვიყურებ, ბილეთს უყურებ. ფანჯარაში გადაგივარდა? არა, ქალბატონო. იცით, აი როგორ გითხრათ? მინე შუა ჩამევა. ჩაგივარდა. და გამცილებას ვეღარ გადაურჩები, მე რაღაცი. აი სწორედ მეც მანდა ვარ, იცით, თანაც ამოსulis დროს ისე დავეტაკეთ ერთმანეთს. მე და გამცილებელი. იგრებ თქვენ წამომყვეთ და დამემოწმოთ რომ ვითომ თქვენ იქ იყავით და დაინახეთ როგორ ჩამევარდა ეს ბილეთი და მაშინ მოიცა ვერ გავიგე ვითომ რა დიახ ვითომ თქვენ დაინახეთ როგორ ჩამევარდა რას ქვია ვითომ დავინახე აი გასაგებია თუ უხერხული არ არა მაპატიეთ არა მე ვერ გავიგე მაპატიეთ ვითომ რა შეის ბილეთი ჩანს პატიცემულოდა რო გენახათ მაინც მე მგონი ამით არაფერი არ დაშავდება აი კარგი მას ნახოთ კი რაღაც სუსეთი მოხდით პატიცემულო ძალიან დიდი მადლობა ხო აი პატიცემულო აი კი მაგრამ როგორ ჩაგივარდა აი ქალბატონო როგორც გითხარით აი აქ მიდექი აი ამ ადგილას და ასე წელი ხანი ფანჯარას ჩამოვიდნენ და მეორე ხელი სიგარეტს რა უბედურება რა არის ხომ იცით წესია საერთოდ სამგზავრო საბუთები ტყუილ უბრალოდ არ უნდა ამოიღო კარგი ვიოლეტა რაზეც არის მართული ხომ არ გექნებათ ქალბატონო ამას მართული არ უშენ მინა უნდა გაწდეს მინა მოიცა ეს მომენტი რა არის რა შევი დაიღეთ ეს გადაგრა გამომიცა ესე იგი დიახ აი ზუსტად ასე მოიცა მოდი ესე იგი ასე იდექი დიახ ეს საინტერესოა და დიახ ცალ ხელში ინებეთ არა აი ხა ჩაბით ვიქდა აი ზუსტად პატიცემულო
აი ზუსტად ასე და ჩავარდება. კარგი მოიყვანე. ძალიან დიდი მადლობა. ისეთი მადლობელი ვარ პატივცემულო თორე ეხლა იცით ისეთი უხერი მოხუცი ჩანს რომ რაღაცას მიპასუხებ და მე უნდა ჩამერა რაღაცა აი ბიჭა მოგიარა შევიდე ბიჭა იცი რა შეთვის მე ის ბილეთი მომქონდა გესმის და იქ ჩამივარდა საჩაგივარ აი აქ აი ბილეთი შუა რომელ ბილეთს მოდი და დაგანახე მე არაფერი არ ვიცი ბილეთი მგზავს ხელთ უნდა ქონდეს ხელიდან ხელში გადმომცეს და იქ ამ ბუდეში ჩამოვა რა უცნაური კაცი ხარა აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ბუდეში იქნება თუ ამ ბუდეში იქნება აქ უფრო დიდი ბუდი არ არის უფრო ლაღა ბუდრობს მაგის ბილეთი თავს ერთი რას მალაპარაკებ ამდეს აი ხალხი პატრიოტული ხალხი დაინახე როგორ ჩამიგე მეგობარო მომის უკაცრავად თქვენი ადგილი რომელია მე-11 მაშინ მიბრძანდით თქვენს მე-11 ადგილზე და იჯექით წყნარად როდესაც მოწმეები დამჭირდება დაგიძახეთ მეტა წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ ვის ელაპარაკეთ ცით რა მატარებელში კაბინეტები არ არის ყველა თანაბარია ყველას თავთავისი ადგილია მოითმინეთ ეგრე უხეშად რატომ ლაპარაკო ვინ მოგცათ ამისი უფლება შენ ვისთვის ხარ აქ მოსული სამგზავროთ მაშინ კეთილი nego დაბზარდი შესაძლებას და იმგზავრე წყნარად სხვის საქმეში რუერები ეს მითქვენ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმეინებეთ მიდით ფანჯარასთან და ბილეთსაც დაინახოთ რა ბაზარია ეხეთ აქ აბა წყნარად ნერვები აბა ვიზა შევა მიდით ხო მიდით ხო ბაზარია შენ აი ეს ბილეთი არ არის რაო როგორ თუ ბილეთი არ არ მოგიჩქებია მაგარ გდია მე რა გდია აი თქვენ მოწმე ხართ არა მიყვიდეთ კიდეც გიყვირე თქვენ ახლა კეთილინებეთ მიგზავნით პანჯარასთან და მითხარით რომელი დღის ბილეთია რომელ სადგურამდეა გაცემული გთხოვთ მე რა გთხოვთ რამდენი სხვადასხვის მინებს უნდა წნენდეთ როგორც საჭიროა გაწმინდეთ გარეცხეთ და ბილეთსაც დაინახეთ ნუ თქვენთვის საკმარისი არ არის რომ სამ ადამიანმა დავინახეთ როგორ ჩაუვა თქვენ დაინახეთ მაგრამ რა დაინახეთ რომელი დღის ბილეთი რომელი მიმართულებითა იქნებ სულ სხვა მიმართულებითა კარგი რა გეყო ეს დემაგოგია რა ვერ გავიგე მე ქალბატონო მივლინებით მივდივარ გზას მინასაურებენ რა თმინდა ეს ვერ გავიგე რა გესმის მაინც რას ლაპარაკობ გესმის აი ეს მოვიდა რა ქვია ვინა ქალბატონი ალა ჩვენი თანამშრომელი კითხეთ ამას კითხეთ აკი ზმაკაცთან ერთად მოვდივარ ახლა ქალად გადაიქცა რა სამი ვართ ბატონო რა არ შეიძლება ჩვენი მეგობარი გვერდზე კუპეში გავიდა თავის ამხანაგთან ქალბატონო ალა ერთი წუთი თუ შეიძლება იცით ქალბატონო ალა მაპატიეთ წეგან თქვენ რო ბილეთი მომეცით ამოვიღე ჯიბიდან იცით წაუღებ მეთქი ვიფიქრე ჩვენს გამცილებელს და შემთხვევით აი გვინებს შუა ჩამივარდა და პატივისცემული გამცილებელი ვერაფრით ვერ დავარწმუნე რომ მე უბილეთო არა ვარ წარმოგიდგენ ერთ ქალბატონო ალა გვაპატიეთ რომ შემოგეჭერეთ კუპეში მაგრამ ვერაფრით ვერ დავარწმუნე პატივისცემული რომ თქვენი ამხანაგი უბილეთო დაგზავნა დაგახვარით თათი შეიძლება წირინე არა როგორ გეკადრება ორი ბილეთი ხომ წეღან გაჩვენეთ ეს ბილეთი მაგას გამოვადა ჩვენი სამევლინებო ფუძლები თუ გინდათ გაიწყო კი ბატონო მივლინებას რა ჭკუავს აი ეგ ახლა უბილეთოდ გაზურება
შემდეგ ბილეთს სხვას გამოვარდნებ და სამსახურში ანაზღაურებო. კარგად. ქალბატონ ალას დაბადების დღეა. არ მინდა აპატიოსთან ქალს დაბადების დღე ჩაუმწარო. აი თქვენ დაბადების დღეც მოიგონი არა? მე მოვიგონე ერთი გამოიხედე აქ შეხედე რამდენი კოლიაკი დასწრები. აი გრაფოს თავზე დაგაგზავნე. თავზე დაგაგზავნე. მოწამარ. არა, გამარ. მოწამარ. გამარ. როგორ გეკადრება? გამარ. ამისი თავი მაგბოთლად აღარ გიძნი. აბა შეიძლება ასე შეურაცხყოფა პატიში. ბიჭებო, თქვენ რამდენი წელია რაც ტინიტაზე მუშაობთ შეიძლება? მე? 40. ეხლა აბა დაფიქრდით და ისე მითხარით. ამ 40 წლის განმავლობაში ისეთი ხალი თუ გინახავთ თქვენს ვაგონში როგორც ქალბატონია? არ გინახავს. ხო, ამიტომ შეიძლება მომექოთ. ქალბატონ ალას დაბადების და მე მაინცსა და მაინც. სპირზე გატყობ რა მაინც და მაინც. მოგიდა. ამ ბოლო დროს გულმა მოგიდიძე. აბა ქალბატონო, იგოს. ბილეთი არა გადავჭი. მაშ ასე მეგობრებო. ის ქალბატონ ალას დაბადების დღეზე იპატიჟებთ. გვეპატიჟება, ჩვენ ციხიდან დავირსედით და ეხლა თავსაც გვამაძებთ რა. კარგი როგორ? რა ქალბატონო როგორ გეკატრებათ იცით? ეხლა მე მგონი თქვენ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ქალბატონ ალას დაბადების დღეზე. რაღაც ისე დავმეგობრდით რომ ჩვენი გასვლა ეხლა მე მგონი უხერხულია ჯენაძე ამათ თავიანთი კამპანია აქვს. ბატონო იური. უცხონი ვარ. ვიქნებით აუცილებლად. ხო ვიქნებით ბატონო იური. ჩვენ დაბადების არა მე იცით რა მე სუფრას გავშლით და 10 წუთში მოგაკითხეთ. ამას ხარა ალას დაბადების დღეზე იყო. გესმით? ამავე რაცა შემოდარჩა. რა დღეში ხარ? დაწნაგ. რა დღეშია რა მოგი არაფერიც არ მომივიდა რა მომივიდა. რა მოგივიდა რომ იქნება იმ შენი ეგოროვის გულისთვის ის იურია თუ ვიღაცა იმასთანაც დამაწვინო და ისა. რა სისულელების ლაპარაკიც ხარ? აბა რა არის ხა? დაბატი რა არის ვერ გავიგე. რა მოგივიდა ვერ გავიგე. მოვა ეს პატრიოტული ხალხი. ცოტა ავიქეიფებთ, დალევენ ცოტას გესმის? ვერე ამ აქციას მოაწერენ და ყველაფერი დამთავრდება. ვერ გავიგე რა არის აქ ისე. შენ შეიძლება ცოტა გაითამაშე. გავითამაშე. ხო? არაფერსაც არ გავითამაშე. როგორ? თამაშეთ და იყო. ალა. კარგი ხო, ამხელა კაცი აქვს. რა მოკლია? არაფერი არ მომივიდა, ის ბილეთი განგებ ჩაჭედე. რა განგებ გეფიცები ყველაფერი რაღაც ისე მოგ თვითონ ჩავარ. თვითონ. და მადლობა თქვი საერთოდ რომ გარეთ არ გადამივიდა. ხო. მე ამ დაბადების დღეზე ძალიან დამაპატიჟებილის თავი. გებ შენი ხარ იყავით? მე? არა, ხო შენ არ იყავი, მე ვიყავი. რა იცი ხე, იცი? ეხა სისულელე იქნება გესმის ალა რომ ეს არ გამოვიყენო. შექმნილი მდგომ. რას მოდიოდი საერთოდ ვერ გავიგე. შენი ჩერევა ამ საქმეში არც მეკითხია. ზარი ჩაყავი ყველაფერში ცხვირი. ხო, ასე. მე რა უნდა? შენ წადო. საწავით. თუმცა ეგენი ხო უცბად ვიცნობენ. გიცნობენ, აბა რა იქნება ამ ხანში. წამოდით, მოდით აქ, მოდით. ელინომდე რამდენი დარჩა? 3 საათი, ხო? 3 საათი. ეხლა შენ წადი და 1 საათში მოდი. არა. საწავიდა მე. სადმე წადი რა, გვერდზე ვაგონში წადი, ვითომ ამ ხანაკთან იყავი. რა მოხდა ეგ? მე გავიდე 1 საათში, გეკითხებ, გავიდე 1 საათში.
წადი და 6 საათის მერე მოვბრუნდი, გესმის? შემოდი და თქვი, რა კარგია მეგობრებო, რომ ყველანი ერთად ვართ, რაღაცა ესე ბუნებრივად, გესმის? რა სიცილი? მე სისხლები რომ მიყურე. შეიძლება ერთი რამე კითხო. კითხო? ხო. კითხე რა. შენს თხოვე ეგოროვს ტელეფონზე დაგვეხმარებ. თხოვე, აბა არ თხოვე, რატომ მეკითხები რა? ეგ როდის იყო? დამეხმარე რა. მოიცა. ეგ როდის იყო და როდის იყო? ხუჩაბად. არა. პარასკევს. პარასკევს? ხო. ხო, როგორ იყო ზუსტად? უარი არ უთქვამს, გესმის? უარი არ უთქვამს, მაგრამ უთხარ რომ ეხლა ამჟამად არა გვაქვს თავისუფალი ნომრები და ისე გავაკეთებ. მე ზუსტად მითხარი. კარგი რა არა, ზუსტად. ზუსტად როგორ იყო იჯდა თავის საწერ-მაგიდასთან. დაურეკა თავის დიოს უთხრა სატელეფონო სადგურის უფროსთან შემაერთა. მაგრამ იყო და შეაერთა. მე დაელაპარაკა და ასე იყო რა მოკლედ. და შენი კიდე ხო, არა ვიცი. როგორ არ წხვენი ამ ხელა კაცს რომ სტყვი. მე ვნახე ეგოროვ, იმან არაფერი არ იცის ამ შენი ტელეფონის შესახებ. ის შენ ყალბი აფდების ხელმოსაწერად გზავი, შენ კი უბრალო რამეც ვერ გითხოვია ტელეფონი. დამთავრდა! არავის არ დაბადების აღარ იქნება. არავის არ დაბადების. დამთავრდა. მოხ რა გინდა მეგორავისგან? გამიხსენი რა გინდა მეგორავისგან? რა გინდა? შენ ხო ვიცი რომ ჩვენ ის უსხანარი კაცია და ჩვენ უსხანარი ურთიერთობა. რა ურთიერთობა? დამთავრდა. ურთიერთობა, ვინც არ გიდა ყველა ორ ოთახიან და სამ ოთახიან დინებს იღებს. ბიჭი უკვე დიდია, სირცხვილია ერთ ოთახში წოლა, არ იცის არა ეს ეგორობა. დამთავრდა. თუმცა რა შეკითხება რა? მაინც ერთ გულათენის ახურები ფეხებზე კიდია შენი. შენ ხო ვიცი რომ ალა ის არავის გულისთვის არაფერს არ სთხოვდა. საერთოდ ის არავის სხვანაირი კაცია. ეს თქვენ განყოფილებაში ტვენენ ეგორო. ამას კი განგებს შადე. შენ საერთოდ ბევრი რამე არ იცი შემოძურდა. მაგალითად. ბევრი რამე. დამთავრდა. შენ აი ამას მალისოლ სენდობი და მე არა გესმის აი ამ დონემდე მიხვდები. იცი რა, ეგ პირველად არ მესმის. ყველგან ეგოროვის საწინააღმდეგო შეთქმულებები გელანდება. არ მელანდება სამწუხაროდ. გელანდება. დამთავრდა. კი. მოკლედ იცი რა, ხვალ ჩემთან ერთად მოდიხარ ეგოროვთან. და გამცეს პასუხი, როდის გვექნება ბინა, როდის დაგვიდგანენ ტელეფონს. თუ ყველაფერზე ამაზე პასუხს არ გამცემს, მოვკიდებ ჩემს შვილს ხელს და წავალ დედაჩემთან, მორჩა. მეყოფა ეს თქვენი თვალთმაქცობა და ამდენი ტყუილები. დამთავრდა. მომეცი ეს აქტები ახლა. რა აქტები? აქტები, რომელსაც ხელი უნდა მოაწერო. მაგრამ შენ ადგინეთ მაინტერესებს. მე მქონდეს, მე მოვაწერინებ ხელს. ეგოროვი მაშინ მიიღებს ამ აქტებს, როდესაც ყველაფერზე ნათლად გამცემს პასუხი. არა და მის კაბინეტში დავხევ ამ აქტებზე მორჩა. ამისთვის წამოხვედი. დიახ, ამისთვის წამოვიდი. იცი რა შენ მოიმზადე. შენ მოიმზადე და მე მოიმზადე. მე წავედი ამ დასაბადისში. მოგაკითხეთ. ხო? იცით რა მე მგონი არა განგუპავდით ხო? ალბათ უნდა ამას ეწკიდება როგორ გეკადრება ხო? კანონიერი და აგეწინოთ გემუდარი ერთი წუთით რა აგეწინოთ თქვენი ჭირი ბატონიური ჯერ თქვენ შევძანეთ რა რაღაც ესე მოეწონეთ ქალბატონ ალას და ძალიან გაუხარდება გაიგო რომ ჩვენ მოდიოდით და გაიც როგორ გეკადრებათ ერთი წუთით მე ხავე მოგუნდები თქვენ ო შეხედეთ რა ლამაზდება ის ლამაზდება ქალია ხომ
ერთი თუ თამაშია, ძალიან მაპატიეთ ერთი. მოდით აი ასეთი თანმიმდევრობით დავწერ. აი აქ ქალბატონი ალა დაждდება. თქვენი ზნებართვით მე მას ყვები. მიუჯდეთ და მე მევიცით. ქალბატონი ვიოლეტა აქ დაждდება და თქვენ ახალგაზრდა საფრთხე ლონია. ცეცხლე? Yuri Yuyatovi. Gilotsa. Ava. მან Sasiemu. მიიღე ჩვენი მხურვალე მოლოცვა ქალბატონოა. მე გენადი ვქო. სასიამოვნო რა. სასიამოვნო. ვიოლეტა ნუიკინა. აჰა. ერთი წუთი. ნუიკინა რა გვარი. აი. ეს თქვენ. ოი. ეს არის თავისი მამა. არა. ნახდილად უნდა გითხრათ ორჯერ ვიხმარე. აბა რა ვიცოდი თუ მატარებელში დაბადების დღე გველოდა. არა მაგოთ არა ვიღებ. როგორ გეგმები? არა ფრანგული ყოფილა არავით არ და ეს ისეთი ვიცით ნუ გერიდება ქალბატონ ვიოლეტას მეუღლე პროფესორი კაცია. ხშირად ადის საზღვარგარეთ და კიდე ჩამოუთან. შეიძლება ნუ ქალბატონო ალა თქვენ აქ თუ შეიძლება. მე თქვენს გეუბნებთ. თქვენი ზოგადად ისეთია კლასო. ხო, ისა. მაშასი ამხარაგებო დღეს ქალბატონ ალას დაბადების დღეა და უკაცრავ. და რა თქმა უნდა პირველი სადღეგრძელო მას ეკუთვნის. უნდა რა თქმა უნდა. მაგრამ სანამ ქალბატონ ალას სადღეგრძელოს დავლევდე, ხო? მე ბოდიში. ჩაის შტაბის დილება. მაგრამ სანამ ქალბატონ ალას სადღეგრძელოს დავლევდე, მე მინდა რომ როგორღაც გაგაცნოთ იგი თქვენ. საქმე იმაშია რომ ქალბატონ ალას მეუღლე და მე იცით ერთად მუშაობთ. მართლა? უფრო მეტი ციცი ჩვენ ერთ ოთახში ვზივართ. ერთ მაგიდას უსხედავთ ქალბატონს. და სასაცილო ალბათ ჩვენ სეხნიებიც ვართ. მეც ლონია მქვია და იმასაც ლონია მქვია. ქალბატონ ალას ძალიან სხვათა შორის ისეთი ჩინებული მეუღლე ყავს და მინდოდა რომ ეს მოიწმინეთ ახალგაზრდა. მოიწმინეთ. ვერ გავიგე რა შეასახე რა? რა დროს მეუღლია? დღეს ქალბატონ ალას დაბადების დღეა და არამისი ჩინებული მეუღლე რა? ყოსია ქალბატონო. მე მაპატიეთ გავკადნიერდები ქალბატონო ალა და იმასაც ვიტყვი. ის კაცი მე თქვენს მეუღლეზე მოგახსენებ, თუ მართლა ჩინებული კაცია, ცოლს მივლინებათ. დაბადების დღეზე არ გამოუჩვენებთ. რაც მართალი. არა, მე წინადადება შემომაქვს ქალბატონო ალა. რომ დღეს დავივიწყოთ რომ ჩვენ ქმრების, ცოლების, შვილების და სხვა ათასი უძრავ მოძრავი ქონების პატრონებია. ეს უბრალოდ ჩვენ მეგობრები, ეცნობები ვართ. მორჩა და გატანა. რატომ გენადი? თუ ამას დაბადების დღეს მის თანამშრომელს საჭიროდ მიაჩნია მისი ქმრის ხსენება, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ოჯახი ჰქონია. და მე ძალიან მომწონს თქვენი სიტყვა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალბატონო ვიოლეტა მხარდაჭერისათვის, რომ მადლობა. საქმე იმაშია, რომ ქალბატონ ალას ძალიან გაუმართლა ქმრის ამბავში. რა მოკიდეთ მარი რა? მარი თუ გამართლებაზე ვიდგა საქმე ქმარს გამართლებია და რა შეხედეთ რა ძალიან ბატონო. იცით? ქალბატონო თუ შეიძლება. ქალბატონო არა, თუ ერთი საკითხი არის. შეიძლება თქვენს დაბადების დღეზე ვითამაშოთ თქვენი ჯი. შეიძლება, ოი მაპატიეთ ვარ დაბძანი თუ შეიძლება. დავძალი. ჩვენ დიდი მადლობლები ვართ რომ ქალბატონი ალა გავაცანით. მის დაბადების დღეზე ვართ, მის სადღეგრძელოს ვართ, მაგრამ ამატობა ცოტა უფრო სხვა რამ გირდება და იჯექი მაჩვენ. ქალბატონო ალა, ნება მომეცით პირველ რიგში გაგაცნოთ ჩემი მეგობრები. ბოლოს ხოლმე იცოდეთ ვისთან ერთად იხდით დაბადების დღეს მატარებელში. ბატონი იური დევიატოვი. საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი გახლავთ. ბატონო იური, მაპატიეთ თქვენი სავიზიტო ბარათი თუ შეიძლება ერთად. გუნიეს.
ერთი შეიძლება? მომხრობ. დიდი მადლობა. მოიწერე, რა თქმა უნდა. მოიქილეთ, ინებეთ ქალბატონო არა. არა, ეს ბატონ იურის მოუწევია თქვენთვის საჭირო. სხვათა შორის რა იცოდეთ? ახალგაზრდა ქალისათვის ბატონ იურის სავიზიტო ბარათი მეტად პერსპექტიული საჩუქარი გახდა. ქალბატონ ალას თელი ცხოვრება წინა. ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო მეტი ცხოვრება და ლამაზი ცხოვრება. მაშ ასე ქალბატონო ალა. თქვენ სილამაზეს გაუმარჯოს და იმ ცხოვრებას რომელიც წინ გაქვთ და იცოცხლოს ბედნიერება და კარგი. გაუმარჯოს ხომ? გაუმარჯოს. რა იყო რა გემოს? გაუმარჯოს. ნება მომეცით ახლა ქალბატონ ვიოლეტას საღვთო შემოგთავაზ. გენადი. ქალბატონო ალა. ძალიან ძიმე ხასიათები აქვს ქალბატონ ვიოლეტას, მაგრამ იმაზე კეთილ გულს, როგორც ქალბატონ ვიოლეტას აქვს, სანთლით რო ეძებო. სანთლით. ქალაქში ვერ იპოვის კაცი, იცოცხლე, კარგად იყავით, მაიცოდეთ. თქვენ შვილი ყავთ ქალბატონო ალა? დიახ, ბიჭი. ბიჭი რამე წელს არის? 12 წლის რა. აგინე გამარჯობა. 12 წლის. იცით რა, თქვენ ჩაიწერეთ ქალბატონ ვიოლეტას ტელეფონის ნომერი. ძალიან ჩაიწერეთ. მადლობთ, არ მინდა. აი, როდესაც თქვენი ბიჭი გაიზრდება, ინსტიტუტში გიორგი, ჩემს და. დიახ, როდესაც გიორგი გაიზრდება და ინსტიტუტში შესვლას დააპირებს, ბატონ პროფესორ ნიუკინის ტელეფონის ნომერი ძალიან გამოგადგება. აბა ჩაწერეთ, მე დავიმახსოვრებ თუ შეიძლება. 22-75. მაშ ასე გაუმარჯოს გიორგის მომავალ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს. გაუმარჯოს. გილოცავთ ქალბატონო ალა, ვაჟიშვილის ინსტიტუტში მოწყობას. ერთხელ კიდევ თუ შეიძლება ქალბატონო ვიოლეტა. მე არ დამთავრებია ჯერ. ქალბატონო ალა შევსვათ ყველა ცნობის სადღეგრძელო, გადავხდეთ მატარებლიდან და სიბნელეში გაუჩინარდეთ. ხო შემეშინათ რა? მოიგეთ რატო იხედებით? გეშინიათ თუ რაში? არა, როგორ გექნება? კარგა მაგარი кейპი გაგიცალებია. ეს ვინ არის? ბატონო იური. ბატონო ვიოლეტა. ბატონო გენადი, ამას კი აღარ მოელოდა. საიდან სადავ? თქვენ საიდან გაჩნდით აქ ამ ხანაგომალისო? მე ამ კუპეში ვარ, ესენი ჩემი მეგობრები არიან, აი. ალა, ლიონია. ეხ, ლიონია შეроიცოდე ვისთან ერთად გზავრობ გაგიჟდებოდი. ლიონია. ესენი კომისიის წევრები არიან, დღეს აქ ძიხელი ვარ მოვიწერეს. გასწრები დამждახა და კონიაკს მიირთმევ. მაგრამ არაფერია. ეს იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. აქ ძეხელს მოვიწერენ, რამ ფარები. კარგადაც ვიქეით. მართალია რესტორანშია, ამოწევით, მაგრამ არაფერია. ისე. ლიონია, ეხლა მოვაწერინოთ ხელი თუ მე? რა ვიცი ხა. აქტები, მოიცა აქტები მე მაქვს. არა, შენ. არა, მე მაქვს აქტები. ისე თუ დღეს ხომ ალას დაბადების დღეა. გამავიწყდა. ალას მიფასო. ალა. რამდენი წელს არ გაგვიხდი? შესაძლოა დაბადების დღეს მივლინებით გამოგიშვეს. ეს სტუმრები როგორ მოგწონს, ხო კაი ხალხია? შესანიშნავი ხალხი. თუმცა ამათ არ იციან, რომ ლონია ჩემი მეუღლეა. და რომ დაბადების დღე კი 16 თებერვალსა. მაგრამ არა უშავს. ჩვენ ხომ ამ მიზნით არ შევიყარეთ. როგორ გეკადრება? მოიწმინეთ. ესე არ ვარ გაწრებული.
შემოდი. შეჯი. ტამბურში მოილაპარაკე? ის მოელაპარაკე, რა მოვილაპარაკე? აი მაგას ტამბურში მოილაპარაკე. კარგი. განგებს წამოგიყვანა რომ ყველაფერი ჩაგეშალა რა. ლეონიდ, შენ ჩუმად თვითონ. იცი რა ჩუმად რა უნდა მითხრა? რა უნდა მითხრა? შენ კიდევ რამე გააქვს საერთოდ სათქმე? რა უნდა მითხრა? შენ ხომ ეხლა განგებს ჩაშალე ყველაფერი? მაინც რა ქენი? რა ქენი? კარგი ბატონო. დავიწყოთ იქიდან რომ შენ 20 წუთით ადრე მოხვედი ვიდრე უნდა მოსულიყავი. ბოდიში ბატონო, ასე ზუსტად არ გამოგუთვლია მე. შენ ყველაფერი ძალიან კარგად გამოთვალე და გამოზომე. განგებ იდიოტი ვითილაპარაკე რომ ეს მოგეშხამა. იცი რა გითხრა? მე მაგ დარგის სპეციალისტი არა ვარ. ჩემთვის ინსტიტუტში არ უსწავლებიათ როგორ უნდა მოვაწერინო ხელი ნაყალბებს საბუთებზე. რაც შემეძლო ისავ. უკეთ უნდა დაგერიგებინე. შენ უკვე საკმარისად დაგარიგეს და თქვილად გონია რომ მე არ ვიცი შენ ვინ გარიგებს. ალაკი ბატონო გააცურე, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ვერ მომაკლო. ჯერ კიდევ დილით პურის ქარხანაში იმამაცაღლე, რომ მაგათ აქტისათვის ხელი არ მოეწერა. რა მერე, ნუ იმანჭები მან. ატისტავი იყო ეგორავთან და ბუამბო როგორ შეახურე კომისიის თვალწინ. შეხედეთ ერთი ამას უყურეთ, როგორ არის გაკეთებული. ამას შეხედეთ როგორ არის გაკეთებული. ასე ამზადებთ ობიექტს ჩასაბარებლად. შენც ნახე რა დრო მორალის წასაკითხავად. ეგენი ხომ ამ ხარვეზების ნახევარსაც ვერ დაინახავდნენ, შენ რომ იქ არ ყოფილიყო. ერთი წუთით. აკი ეგოროვი არ მინახავსო, არაფერი ვიციო. საიდან ასეთი ინფორმაცია? მე ვნახე ეგოროვი, როგორ არ ვნახე, მაგრამ შენ თავარი არ იცი. თავარი არ იცი, გესმის? ეგოროვმა არაფერი არ იცის, იმის შესახებ რომ ჩვენ ეხლა აქ. ეს ჩემი იდეა მატარებელში წამოსვლა და აი მთელი ეს კონიაკების ისტორია. ეს მე მთხოვე ეგოროვის მდივანს რომ მისი სახელი დაერეკა თქვენთვის. მაგრამ მე არ ვიცოდი შენ თუ აი ამასაც წამოიყვანე. არა, მე რატო წამომიყვანე? თუ დარწმუნებული იყავი რომ საქმე მეჩავშალე. რა, ვიღაც დაზვერის აგენტი ვარ თუ რა ვარ? იცი რა, ჩემთვის ცნობილია შენ მისი აგენტიც ახარ. ძალიან კარგად არის ცნობილი და მეორეც ერთი მე მინდოდა ჩემი თვალი დამენახა თუ როგორ მოქმედად. მინდა ეგოროვმაც გაიგოს თუ რა ორფერი და გაიძვერა ხარ. სხვათა შორის ბევრი რამ შემიყვა შენ შესახებ. დაურეკე უკვე გრიშელუქს, მითხარი, დაურეკე უკვე გრიშელუქს. მოახსენე დავალების შესრულება. შენ კიდე ყურები დაგიცვედია და აი ამას სენდობი, აი ამას. ნახე რა კეთილის მყოფელი. რაც უნდა გიქნა. ილაპარაკე. მე გეყრები. რატომ არ მოარტყი, როცა მკოცნიდა? კერძე ხელს მისვალ და ვითომ ვერ ხედავდი, რა ახველებდი და ვითომ ვერ ხედავდი. დიახ. შეიძლება? საღამო მშვიდობისა. მეათე ადგილი რომლისა? ჩემია. ბილეთი თუ შეიძლება. ჩემი ბილეთი მინებს შუაგდი. ჩანს კიდე. ამხანაგო დიდად სამწუხაროა, მაგრამ ჯარიმასაც გადაიხდით და ახალ ბილეთსაც შეიძენთ. ის ბილეთი არავინ იცის რა ბილეთია. 15 მანეთს გადაიხდი. ფული თან თუ არა გაქვთ, პასპორტი მიბოძეთ. სამუშაო ადგილის მიხედვით დაგიქვითავე. ჩვენ 3000-ში ვზავრობთ. არ არის საჭირო, არ არის საჭირო. 15 მანეთი ჯარი. აი გამომართო. მომეცით აქ. თქვენი მბრძანდებით. მე ცოლი ბრძანდები ჯერჯერობით. უკვე ცოლის გახდით არა? დიახ. აი მატარებელში ქორწინების სახლი არ არის. საინტერესოა ხელი სად მოაწერეთ, ა? არ არის თქვენი საქმე. 15 მანეთი. 15 მანეთი რა ქუჩაში კი არ აგდია. 15 მანეთიანი საჩუქარი თავისი ცოცხლეში არ უყიდია ჩემთვის არა. 15 მანეთი. აი პასპორტი.
და შეავსეთ. ჯერ. თუ შეიძლება ამას აქ ნუ გააკეთე. წარმოგიდგენია ამ დილით მეუბნებოდა 5 მანეთიც არა მაქვს. რასთან გაიგონეთ? სტაცი გალბატონო მივიღე და რასთან გაიგე. ეხლა დამბურში ვიდექ. ერთი ამხანა გიყვებოდა. რომელიღაცა ქალაქში ჩასულა და მაღაზიასთან აი გძელი რიგი დაუნახა. ჩასულა და ქალებისათვის უკითხავს, ქალებო, რას ყიდიან? რას და ბატის ყიდიან ეს? ბატის ყიდო. მეტრი რაგისო უკითხავს ამ. რაგისო და 3 მანეთი მარა რა გინდაო? სართის გარეშე არ იძლევიან. ყოველ 3 მეტრ ბატის 1 კუბოს აყოლებელო. გაგიჟებულა კაცი კუბო რა შუაშია ბატონოიო. კუბო იმ შუაშია რომ ეს მაღაზიაო დაგძალვისათვის საჭირო ნივთების მაღაზიაო. ბატისტი კუბოს გადასაკრავად იხმარება და ისი არატანენ თუ არა კუბოსთან. არა, კუბოს წაღება აუცილებელი არ არის ბატონო. ვის როგორ მოესურვება მთავარი ფული გადაიხადო. აკითხება კაცი. მეც უნდა გავიცინო. ელინება ბატონო. მეც შეიძლება. ოპერაცია დაბადების დღის ბრწყინვალე ჩაშლას გაუმართლა. აი, რაპორტები ჩამოგიწევთ. ალბათონო ალა. უნდა გაგაცინო. ეხლა ამბულში ვიდექი და ერთი ამხანა გიყვებოდა. არა, რომელიღაცა ქალაქში ჩასულა და ვაიდე. ბოდიშვილი. აბა
გატარებლიდან მე ვერ ჩავალ თუ აქც ხელი არ მოაწერა. გამეხმა. დიდი სიამოვნებით, მაგრამ ძნელი საქმეა. ხო დაინახე როგორ გავიდა. სხვა მაგის ადგილზე გაიცინებდა და მორჩა. არა, ეგ არ გაიცინებს. ყოფილი ოფიცერია. იმას ქმარი პროფესორი ყავს. გამარჯღარი ხალხია, მაგათთან ლაპარაკი აქ თუ ისე ადვილია. კაცმა რომ თქვა, რატო არ უნდა მოაწერო ხელი? ღუმელი მუშაობს? მუშაობს. პური ცხება, რატო არ უნდა მოაწერო ხელი გეკითხებით? შენ მოაწერ? მე მოაწერ, აბა რა შეშა? რატო არ მოაწერ? პური ხო ცხება. რათა მოაწერ. აქტები. ჰა? რა? მოითმინეთ. არა. მარტო ჩემი ხელის მოწერით ვერ შენახავ ხელს და ვერც. ელაპარაკები, ხვალდილითვე მივა ქალაქში. და მივა თავმჯდომარეს ეტყვის. მეო პრინციპულად უდგები საკითხს. ჩემზე ეტყვის ასე დაუფიქრებლად აწეცო და გამჭყლეთო, ხო იცი? არა, შენ ჩათვალე ისე რომ ჩემი ხელის მოწერა გარანტირებულია. რა გიქ? სიტყვა. მოაწებე ხელს და მე მოაწერ. მე მესმის ეხლა რას ნიშნავს თქვენთვის უაქტობ ეს პრემიებს კარგავთ, კიდე რაღაც ფასიკეთი ალბათ. რა შუაშია პრემიები? აბა. ესმის ამ აქტებს შეიძლება ერთი პატიოსანი და ძალიან დიდი კაცი გადაყვეს. ჩვენი სამონტაჟო სამმართველოს უფროსი ეგორო. აბა რას გეტყვიცი? კაცი თუ პატიოსანია, იმას მაინც მოხსნიან და შენ ყვილ აქეთ-იქით ნუ დაგვიხარ და ნუ ღელოთ უთქო. ასე, მისმინე. პატიოსანი თუ ხარ, თანამდებობაზე რა გიდგა? ცხოვრება სამართლიანია შემოძმა. ზოგს პატიოსნებას აძლევს. აიღე და დაჟერდიო ეუნება. ზოგსაც თანამდებობა შენს აიღე და შენს დაჟერდიო. თავარია ყველა კარგად გძნობდეს თავს. გესმის? შენი პატიოსნება მხოლოდ საკუთარ სულ სიამოვნებს და სხვას არ არის. ესეა და დაიმახსოვრ. ყველა ნუ დაგე. შენ ფილოსოფოსი ყოფილი? ესეა და რას ის? ესე იგი შენ სიტყვას მაძლევ რომ ხელს მოაწერ. კაცი სიტყვა, გითხარ გათხოვა. იმათ მოაწერო ხელი მე მოვა. იმათ შენ. ვიღება. კაცო. მოდი რა ვაკეთებ. გაიქცეთ. და იცით, თქვენ უნდა მომისმინოთ, იმიტომ რომ გაიქცეთ. იცით, მე აქედან სად გაიზარდეთ? რომელ სკოლაში სწავლობდით? რამ გაგხადათ ასეთი? მე აქედან ფეხს არ გადავადგამ, სანამ არ მომისმენ. გაიქცეთ. გაგოგარდეს არა? მოგითხარი, ეგეთი ხელს არ მოგიწევენ. ყველა დოდადიხარ. ვარ თუძმა ხარ გავლიოთ ვაშკაცო. მოდი არა. მოდი იმ შენ იგოროს უთხარი კომისიაში ერთი ნეხვი ერია თქო. ნეხვია ხელი არ მოაწერა თქო. მოდი. ადექიზე. რა? ადექიზე. გადი ვიოლეტა გამოვა. არ გამოვეცო. არ გამოვა, მე ვიცი, ყულ უბრალოდ და გადი გამოათრიე, მე ვიცი მაგ ხალხის მე არ გამოვა, აი დახალხო გამოვა, მე წავალ. მოდი დაისვენი დაჭი. დაჭი რა მოგივიდა და შენ გონი მეყრებია რა? კარგი რა დროს ეგარი.
გამეყარე. გამეყარე, მაგრამ თუ გადაიფიქრე, დაიმახსოვრე ალა. როგორც მიცხოვრია, ისე აღარ ვიცხოვრე. დამთავრდა. აღარ შემიძლია გესმის ამდენი მათხოვრობა აღარ შემიძლია. ყველაფრის თხოვნა შეიძლება ამ ქვეყანაზე გეკითხებაში. არა გვაქვს ეს ბინა, არ გვინდა ბატონო. არა გვაქვს ეს ტელეფონით, არ გვინდა. აღარ შემიძლია. ყველა წინაშე უნდა ითვალთ მათ. მე გამაკლი ახლა შენ წინაშეც ვითვალთ მათ. შენი ეგორო უბულო კაცია. გასაგებია, შეიძლება უბულო კაცია, გესმის, მაგრამ ჩემი აზრით ის უპატიოსნესი კაცია. მე ესეთი ადამიანი არ შემხედრია, გესმის შენ თუ არა? მე ხომ არ შემიძლია შენი გზნობებით ცხოვრება, მე ჩემი გზნობებით ცხოვრობ. გამოდი გაიგე. გამოდი აქ რას მომჩერებ? გამოდი. მე ცუდი კაცია, გასაგებია. რასაც ფიქრობთ ჩემზე? თუ დავუშვათ ყველაფერი მართალია, მაგრამ მინდა თქვენ აგიხსნათ, რომ აქ ძალიან რთული სიტუაციაა, ქალბატონო ვიოლეტა, ასე იოლი არ არის ყველაფერი ეს, როგორც თქვენ გონიათ. საქმე იმაშია, რომ მე აქ სრულიად უცხო ამ იცით რა, შეიძლება თუ აქ ცხელს არ მოაწერთ, ამ საქმეს გადაყვეს ერთი პატიოსანი და ნიჭიერი კაცი. ეს გახლავთ ჩვენი სამონტაჟო სამმართველოს უფროსი ეგოროვი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ აქტების გამო კი არ მოხსნიან მას. მოხსნიან იმის გამო, რომ ამ გრიჟელიკის ჭკუაზე არ დადის, გესმით? თქვენ ალბათ იცნობთ გრიჟელიუკს, ჩვენი ტრესტის მმართველი რომელი. ძალიან გთხოვთ გამოიყვანოთ იური დივიატოვი. რამდენი წლისა ხართ? ახალგაზრდა. მე? დიახ. 26. ნუ თუ 36 წელიწადი, ანუ ცხოვრების თითქმის ნახევარი განვლეთ და იმდენად ვერ ანსხვაებთ ადამიანებს ერთმანეთისაგან, რომ მე და ბატონი იურიც უპატიოსნესი და პრინციპული ადამიანი სხვებში გაგვიათ და საჭიროთ მიიჩნიათ იმ სამარცხვინო სპექტაკლის გამართვა დაბადების დღე რომ დაარქვით. როგორ აბედავთ ყოველივე ამის შემდეგ ჩვენთან მოსვლას და რაიმეს თქო? ქალბატონო ვიოლეტა, რასაც ამბობთ, მე ეხლა უკვე მოგიხადეთ ბოდიში და საქმე იმაშია, რომ მე ხლა შესანიშნავად, იცით, მე 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ და თავგრუ მაქვს დახრეული. თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ, შეიძლება თქვენ უარესად მართლაც შეგექმნათ რაღაც რთული სიტუაცია. განაასეულდა მოქცეულიყავით, როგორც თქვენ მოიცოდეთ, მოსულიყავით. გეთქვათ ვინც ახართ, დაწვრილებით აგეხსნათ ყველაფერი. ბატონი იური უსათუოდ მოგისმენდათ. პატიოსანი კაცია, დიდი ავტორიტეტი აქვს აღმასკომში. თქვენ კი ადექი და მისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიჭერით. სხვათა შორის არც მე გახლავართ მხეცი და ნადირი. მოსმენაც ვიცი და დახმარებას. თქვენ რა გონიათ? რამდენი რთული სიტუაციისთვის გამირთმევიათ, დროც არაფრად ჩამიგლია, მივლია, მithოვია, 9 უცხოსთვის გამიწვდია ხელი. აი ეს გამიგია. ხომ არსებობს ქცევის რაღაცა ნუ მორალი. დიახ, გასაგებია, მაგრამ როცა შენ ადამიანურად მოიქცევი, შენც ასევე მოგექცევია. ქალბატონო ვიოლეტა, ჩემთვის უკვე გასაგებია თუ ისთან მაქვს საქმე. სწორედ ამიტომ მე თქვენ ამოგიჩიეთ, ქალბატონო ვიოლეტა. ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ვიოლეტა, იქნებ როგორ გამოიყვანოთ ბატონი იური.
ეგ შეუძლებელი. განა თქვენთვის რამე არის შეუძლებელი. ცდი. ერთი სუთი. არაფერი. ჩემი და ბავშვის გულისათვის არაფერს არ გააკეთებ. ფეხებზე კიდევ არ დაიმიტომ. აი ამ შენი ეგოროვის გულისთვის კი ნებსის ყუნჩი ვძვრები. შეგონია იმ დღეს ვერაფერი ვერ გავიგე არა? ეგოროვი ზევითავა, ჩვენ ზევით მივყვებით. ეგოროვი მინისტრი გახდება, მე მინისტრის მოადგილე. ეშმაკი ხარ, ეშმაკი და თავხედი. სულ ეგ არის მისი თქმაც კიდევ. ხო, სულ ეს. გადი ახლა აქედან. გადი აქედან. განაცხადა ხოხმა. ისმენ ოღონდ მოკლედ ბრძანა არა მე არაფერსაც არ ვბრძან სულ ერთია თქვენ ჩემი მაინც არ გჯერათ ასე დროს ბედი თქვენ ხომ არ გონიათ რომ მე მაინცა და მაინც მინდა რომ ის თავი დავიცე არა მე სრულებითაც არ მინდა მაგაკ ცხილს მოაწერთ თუ არ მოაწერთ მე პირადად ამით არაფერი არ მომემატება ნუ მოაწერთ ბატონო მოსპეთ და გაანადგურეთ კაცი რომელსაც ერთჩვენიერ დღეს შეიძლება აი საკუთარი ხელებით ზეგლებს კიდევ ქალბატონმა ვიოლეტამ ალბათ გითხრათ ვინ სამყაროს ხედულობა ანუ მე ეგოროვზე მოგახსენე თქვენ ხო არა ძანეთ არა მე ის თქმა მინდოდა რომ თქვენ მე მისი მეგობარი არ გეგონოთ ჩემით არ იმჟელოთ იმაზე მე მას მხოლოდ ვემსახურებ იცით სამსახურით კი როგორც ხედავთ არც ისე ბევრი შემიძლია თქვენ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ საერთოდ არ ვილაპარაკოთ ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს და კაცურად შემისურვებ თხოვნა რა თხოვნა აი ახლა ჩვენ აი დაახლოებით 9 საათში ელინოში ვიქნებით იქ გადავჯდეთ მეორე მატარებელში და უკან დავბრუნდეთ ჩვენს ქალაქში სადგურიდან პირდაპირ ეგოროვთან მივიდეთ ში გესმით მე მინდა რომ თქვენ ეგოროვს დაელაპარაკოთ მინდა რომ ის რის თქმასაც მე ახლა ვაპირებ იმისაგან მოისმინოთ და რა ჩემგან გესმით იმიტომ რომ იმას ყველაფერს დაუჯერებთ აი თვალებში შეხედავთ თუ არა ყველაფერს დაუჯერებთ თქვენ პატიოსანი კაცი ხართ მე ვიცი ეს მართლაც ასეა ხარი დაუჭიროთ მეორე პატიოსან ადამიანს ამოხდები ისაგან ისეთ რამეებს გაიგეთ რომ თმები ხალხზე დაგიდგება არსად წამოსვლას მიერ ვაპირებ თუ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავია თვითონ იახლოს ის თქვენი ეგოროვი ბატონ იურის ელინოდან დაურეკეთ და ჩამოვიდეს ეთი ეგ შესაძლებელია მაგრამ მაშინ სიტყვა უნდა მომცეთ რომ სანამ ეგოროვს არ დაელაპარაკებით ხელმძღვანელობას არაფერს არ მოახსენებთ ამ პურის ქარხნის შესახებ. არავით არის სიტყვის მოცემას მიერ ვაპირებ. და საერთოდ რაც არ უნდა მითხრას იმ თქვენმა ეგოროვმა, აქტის ბედიღბალზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ვიდრე ყველა ხარვეზი არ გამოსწორდება აქტს ხელს არ მომაწევს. ასე გიბია? აბა. გაქვთ კიდევ რაიმე საქმე? არა. აკი რაღაც უნდა უთხრაო, ბატონ იურის, რას გაჩვენებულ ხარ? ქალბატონო ვიოლეტა. იცით. აიქ მაფია. მაფია. დიახ.
მაფია ის გრიჟელუკი მეთაურობს. არა ხალხს არ ხოცავენ როგორც იტალიაში, მაგრამ საკმარისია ვინმე ფეხებში გამოებრანდოთ, რომ იმ წუთში ზედ გადაულიან და გადათელავენ, გესმით? რა ხობეხორესედებით. საქმის არსი უთხარით ბატონ იურის. დასაგებია. მამა ჩემი მაღალ თანამდებობის პირი იყო, მაგრამ მე არ მინდოდა მოითმინეთ ქალბატონობიო. მოითმინეთ. მაგრამ მე არ მინდოდა რომ მისი შემყურებ ყოფილიყავი. მე თვითონ მინდოდა რომ მე ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ის გარდაიცვალა და მე ჩემი თავის ანაბარა დავრჩი. მე სწავლობდი მოსკოვში, ტექნიკუმი დავამთავრე. შემდეგ მუშაობდი. პატარა უფროსიც კი ვიყავი. მაგრამ იმის ჭკუაკი მეყო, რომ დავფიქრებულიყავი, იცით? ვინა ვარ? რა ვარ? რისი მაქნისი ვარ? ისა ვიოლეტა გენაცვალე. გამოგებინე მე რა შუაში ვარ. იცით რა ბატონო იური, არიან ადამიანები, რომლებსაც ფიქრი არ უყვართ. არ ვიცი, ან სიზარმაცის გამო, ან და სულაც იმიტომ, რომ ფიქრი ზედმეტად მიაჩნია. ისედაც ყველაფერი ნათლიაო, მაგრამ მე რატომღაც ვცდილობ, რომ ჩემ თავსაც გავუგო და სხვებსაც ჩავწვდე. იმდენი ვიქრქე საკუთარ სულში, რომ მე ჩვენი ერთ დღეს არ მოვაჩინე, მე იცით ბუნებით ვინა ვარ? მსახური. ადიუტანტი. ერთგული ძაღლით შემიძლია ადამიანს ვერ მსახურო, ერთგული ძაღლით. მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რომ ის ადამიანი, ვისაც მე მსახურები, ნამდვილი კეთილშობილი ადამიანია. სხვათა შორის მე თქვენი ბიოგრაფია სრულებით არ მაინტერესებს, რასაც წარმოვადგენთ, კარგად ხედავ. ბატონო იური, რითი თქვენ ვერ ხვდებით, მე რატო უყვები ყველაფერს ამას დატურილებიდეთ თავიდან. მე ჩვენი ერთ დღეს ვიპოვე, გესმით, ასეთი ადამიანი ვიპოვე. ეს ეგოროვია. ვიოლეტა, ყველაფერი გასაგებია, მე მგონი დავამთავროთ ეს კომენტარი. მოითმინეთ ბატონო იური, თქვენ ვესად ვერ წახვალთ, უნდა მომისმინოთ თქვენ, მე თქვენ უკვე აღარაფერს აღარ გქონდეთ. რა არის? ხოლოდ მომისმინეთ. სამრები რაღაც შუაშია. ნუ ეს ასე რთულია. ეჯე დაბრძანდი. ოღონდ იცოდეთ, არაფრის მოყოლა მე არ მინდა. რასაც შეგეკითხებით, იმაზე მიპასუხეთ. ერთი ეს მიბრძანეთ, რა კონფლიქტია იმ თქვენს დიდ ეგოროვსა და ტრესტის მმართველ გრიჟილუქს შორის. სიტყვა კონფლიქტის აზრი ალბათ გესმით, თუ აგიხსნათ. მესმე. ხოდა აბა მითხარით, რას საკეთებს ეს ეგოროვი ისეთ, რომ ტრესტის მმართველს გრიჟილუქს არ მოხდა? არაფერი გესმით. არაფერი არ მოსწონს ამ გრიჟელუქს, რასაც ჩვენი ეს ეგოროვი აკეთებს. არაფერი. გესმით, იმათ სულ სხვადასხვანაირი მიზნებია. საერთოდაც სხვადასხვანაირები არიან. ეგოროვი გესმით, ეს ეგოროვია. ეგოროვია გესმით. თქვენ ჩვენი სოფლები არ გინახავთ, რას დაამსგავს ეს ჩვენი სოფლები, როგორ აშენებენ რას გავს საერთოდ. გინახავთ ალბათ და ეგოროვი ამბობს, რომ თუ ვაშენებთ ამ სოფლებს, ვარენ ისე ავაშენოთ, რომ ხალხს ვისაც უშენებ, უხაროდეს და უყვარდეს იქ ცხოვრებაო. გესმით, ფილოსოფია ამ სოფლის შენებლობის. მომისმინეთ. თქვენ მე შეკითხვაზე არ მოპასუხებთ. გრიჟელუქს კი ყველაფერი ეს ფეხებზე კიდია, გესმით? ის კარიერისტია, თანამდებობა უნდა. პირველი ადგილი, ზევით, აი მისი დევიზი. ამ ეგოროვს ეს ზევით არსოს, მიწაზე სიცოცხლე და ყოფნა უნდა, გესმით? აი უფრო უკეთ რომ გაგაგებინოთ ეგოროვის პიროვნება, მე გიამბობთ როგორ გავიცანე ეს. ეს ერთი წელიწადნახევრის წლის წელიწადნახევრის წინ მოხდა ერთი ჩემი ნათესავი ქალის დაბადების დღეს. აი, ძირემ დაბადების დღე. რა არის ბატონო იური, ერთხელ ხომ მოგიხადეთ ბოდიში, რა ვნეხა რა, მართლაც იდიოტურად გამომივიდა, ამ კორიდორში ხომ არ ვიხოხეთ და მაპატიეთ ხომ? მე მაპატიე. ბოდიში. ხოდა ამ ჩემი ნათესავი ქალის დაბადების დღეზე
აი ამ დაბადების დღეზე. იმ დაბადების დღეზე. ხო, იმ დაბადების დღეზე. პირველად ნახე ეგოროვი, გესმით? ეს ერთი წინახევრის წინ იყო. ჩემს გარდა იქ 9 კაცი იყო, გესმით? აი 9 კაცი. 9 ინჟინერი მშენებელი უმაღლესი განათლებით. აი 9 კაციდან 7 ეგოროვს სოფელში გამოყვა მოსკოვიდან სამუშაოდ, გესმით? მათ შორის თქვენ. მათ შორის მეც. ეს სულ მასთან ურთიერთობის რაღაც 2 საათის ურთიერთობის შემდეგ მოხდა. აი დამიჯერეთ რომ გავა რამოდენიმე წელიწადი და მთელი ჩვენი ქვეყნის კუთხიდან მოაწყდებიდან უმანელო სასწავლად თუ როგორ უნდა სოფლის მშენებლობა თუ რა თქმა უნდა მანამდე ამ გრიჟელუკმა არ გააქრო საერთოდ და არ გაუსწორა ანგარიში კონკრეტულად შეგიძლიათ ამიხსნათ რა არ მოსწონს გრიჟელუკს ამ ეგოროვის მოღვაწეობაში კონკრეტულად გაიგე Abzandet können. ერთი სიგარეტი მომაწევილის შეიძლება. ხო. როდესაც არ საჭირო, დაბზანდეთ. როდესაც გრიჟელუკი ჩვენი სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო, ჩვენი სამონტაჟო სამმართველო თელ საბჭოთა კავშირში ქუხთა. გრიჟელუკის კაბინეტში დროშების სტელა არ იყო. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ელინოში ტრესტის მმართველად გადაიყვანეს. ხო, როდესაც ეგოროვი გრიჟელუკისაგან სამმართველოს იბარებდა, ყველა ეუბნებოდა, ბედნიერი კაცი ხარ, გამართულ საქმეს იბარებ, დასაუმჯობესებელი არაფერი გაქვს, მთავარია, არა გააფუჭურა. მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ეგოროვმა საქმეებში ჩაიხედა, ყველაფერი ტყუილი გამოდგა, გესმით, ტყუილი. 1000 ობიექტი არის დაწყებული, არც ერთი დამთავრებული არ არის. ხალხისათვის თვალი რომ აეხვია, აიღო და ჩვენს ქალაქში აიღო უზარმაზარი კულტურის სასახლე წამოჭიმა, გესმით? Ვითომ ჩვენი ქალაქი მილიონიანი ქალაქი იყოს. ვის რა თუნდა ეს კულტურის სასახლე ცარიელია გესმით და სულ მუდამ ცარიელი იქნება. ხო, შემდეგ აიღო და ერთ-ერთ მეურნეობაში 2-9 სართულიანი სახლი წამოჭიმა. შემდეგ აიღო და ერთ სოფელში 5 სათამფშენის შენებლობა დაიწყო. ვის რა თუნდა იქ ისინი. ეგოროვმა უარი თქვა მათ დამთავრებაზე. აბა რომელი ერთი ჩამოთვალო ერთი მითხარით. რამდენი ხანია ეს ეგოროვი ხელმძღვანელობს ამ სამმართველოს გრიჟელუკის შემდეგ? ვერ გავიგე? რამდენი ხანია ეგოროვი ხელმძღვანელობს სამმართველოს გრიჟელუკის შემდეგ? ეს სიგარეტი ხო არ გითხრა? არა. რამდენი ხანია ეგოროვი ხელმძღვანელობს გრიჟელუკის შემდეგ? სამმართველოს. ასე წელიწად ნახევარი. მე ყველა ეს საკითხი ხომ შეეძლო და ეყენებინა თუნდაც 1 წლის წინ როგორ გეკადრებათ ბატონი იური დააყენა როგორ არ დააყენა მაგრამ აი მართლა თქვენ იცნობთ გრიჟელუკს დიახ ვიცი აი როგორ შტაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე გითხარით ნუ თქვათ კაც აი მაშია საქმე რომ კარგის სინამდვილეში ის კარიერისტია გესმით გაიგეთ რომ კარიერისტია ჯერ მარტო ხიმილია 1000 შემთხვევისათვის 1000-ნაირი გამომუშავებული გაბატონო ბიოლეტა დააყენა როგორ არ დააყენა როდესაც ეგოროვი ყველაფერს მიხვდა ადგადა მოინახულა გრიჟელუკი ხელი ჩამოართვა გრიჟელუკმა უთხრა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედიო სწორად აყენებს საკითხს თუ ძმა ხარ დამაცალე რამოდენიმე დღეო აუკაცრავ დამაცადე რამოდენიმე დღე ვიფიქრებ როგორ დავახციო თავი ამ შექმნილ სიტუაციასო მეორე დღეს ღამით შინ დაურეკა და უთხრა თუ ძმა ხარ ჩემი შეთანხმების გარეშე ნურაფერს იღონებ სიამტკბილობას რა სჯობს დრო კი გადიოდა საქმე არ იცვლებოდა საქმე არ უმჯობესდებოდა გესმით ეგოროვმა ადგადა კიდევ მოინახულა ხელმეორედ გრიჟელუკი ეხლა სხვანაირი დაუხდა სხვა ტაქტიკა მოიმარჯვა უთხრა თუ ძმა ხარ ერთი რამოდენიმე დღე დამაცადეო ეხლა უშებულებაში გავრბივარო ცოლს მივყავარ ძალით შვებულებაშიო თანაც ეხლა რაღაც გადაუდებელი საქმე მაქვს როგორც კი შვებულებიდან მობრუნდები მე თვითონ გინახულებ შენ არაფერზე შეწუხდეო მესამედ უკვე თითი დაუქნია უთხრა საერთოდ დაივიწყე მე რომ მან გმუშაობდი შენახა სამმართველოს უფროსი და ყველაფერზე პასუხისმგებელი შენახა ეხლა გესმით რა სიტუაციაა გრიჟელუკი ტრესტის მმართველი ეგოროვის უშუალო უფროსია ის არაფრით არ დაუშვებს იმას რომ მითი რომელიც მის წარმატებელზეა შექმნილი დაიღოს და დაიშალოს იმან ჩვენს ქალაქებში ჯაშუშები დასტოვა ისინი ეგოროვს უფეხებში ებრალდებიან მისი ყოველი ნაბიჯი იციან შემდეგ ყველაფერს ამას ტელეფონით უკაკლავენ და ურეკავენ გრიჟელუკს
როდესაც ეგოროს რაიმე ელემენტარული გრიჟელუკის დროინდელი ქაღალდის რამის საბუთის გამოტანა უნდა საგებო განყოფილებიდან ის ძლივს ახერხებს ამას, თუმცა სამართლოს უფრო სიკია. ბოლოს დაიბარა გრიჟელუკმა ეგოროვი და უთხრა. ფრთხილად იყავით ის. შენ გაგაგრობთ. მითი კი არ უნდა გაგრესო. აი ამ დროს გამოჩხერდეს აი ამ პურის ქარხნის ამბავი ისეთ. ამ პურის საქმე რაიონში მართლაც არ არის კარგად. ჩვენს რაიონში ერთი პატარა ფურნე გვაქვს და მეზობელი რაიონიდან მოგვაქვს პური, რომელიც გზაში ხმება, მაგრამ ესმით პური ასეა თუ ისეა მაინც არის. ეს ამ დროს კარზეა მომდგარი. ერთი ელევატორის შესაკეთებელია, მეორე გასაუმჯობესებელია. ამ გზებს ხო ნუ გაიკითხავთ. შაშან იცით ჩინებული მოსავალი მოვიდა, მაგრამ რა გინდათ რომ მთელი ხორბალი გარეთ დალპა და ეგორომა სწორედ ამ უფრო მნიშვნელოვანი ობიექტების წამოწევა გადაწყვიტა. გრიჟელუკმა როგორც ტრესტის მმართველმა ეს იწოდა და იწონებდა. ერთვენი ერთ დღეს წერილების მიაღვარი დაიძრა. მუშები იწერებოდნენ. მუშები როდემდე უნდა ვჭამოთ გამხმარი პურიო. თქვენ ამის გჯერათ? რა იყო ქალბატონო ვიოლეტა, განაც თქვენ არ იცით როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში წერილების ორგანიზება. თითქმის ერთ პირაში მიიღეს წერილები აღმასკომში, საოლქო კომიტეტში, გაზეთ „ისდოსიაში“ და თვით ცენტრალურ კომიტეტში. და გრიჟელუკმა ბრძანება გააშაშალა. 2 თვის განმავლობაში ჩაბარდეს პურის ქარხანა ეგოროვის უშუალო ხელმძღვანელობით. მან შვენივრად იცოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს შეუძლებელია. მაგრამ ეგოროვის უძილო ღამეებმა, ნიჭმა, შრომამ თავისი გაიტანა, ესმით, ღუმელები მუშაობს, პური წდება, მაგრამ რამდენადაც ეს აქტი ხელმოუწერელია. ეს გრიჟელუკი ნებას არის მიშვებული. იკვის კომუნისტი ეგოროვი მუშების მოთხოვნებს უყურადღებოდ ექცევა. მერე წადიდეს დიე. შემდეგ აიღებს გრიჟელუკი აი ამ პურის ქარხანას. აი ამავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა არის. იაღებინებს. ხელს მოაწრინებს. თავისას გაიყვანს. სხვათა შორის თქვენს ხელს მოუწევს. გაიძულებ. მაგრამ სამაგიეროდ აღარ იქნება ეგორო. რა, დარჩება გრიჟელუკი. გრიჟელუკზე შეთხზული მითი ჩვენი სახელმწიფოსათვის ესოდენ ფასეული რა. მართლაც არ ვამბობ? ერთი სიტყვით მივხვდი რომ ეს თქვენი ეგოროვი არაფრის მაქნის ხელმძღვანელი არ ყოფილა. რა უნდა და რას დადიოდა ამ გრიჟელუკთან? რას მოელოდა მისგან? ამგარი იყო და მისულიყო. ნუ ვთქვათ პროკურორი. სხვათა შორის ეგარც ახლა ადიან და იცით რა, თუ თქვენ აქ ხელს არ მოაწერთ, ხო ბრძანება დაიწერება. ბრძანება თუ დაიწერება ეგორებს მოხსნიან, ხო? და თუ მოხსნეს, ის ისეთი კაცია რომ არაფრის მტკიცებას არ დაიწყებს. ხო და თუ ისეთი კაცია რომ არაფრის მტკიცებას არ დაიწყებს, მოსახსნელი ყოფილა, უпростоრეთ არც უნდა დაერიშა. ბატონო, მე არ მესმის თქვენ რა თავი დაიწყნოთ იმაში თითქოს ეგოროვი სუდი კაცია, მე არ მესმის. დასაგებია, უფრო მშვიდად დაგეძინებათ, სწორად მოვიქეცი არც ხელი რომ არ მოვაწერე. ამხანაგო, ის რომ არც ხელი არ მოვაწერეთ, ყველანაირად სწორია. რა თქმა უნდა, პრინციპული კაცი ხარ, არასამუშაო გაქვთ, ისეთი რომ ადვილია პრინციპულობის გამოჩენა, თუ არც ხელი არ მოვაწერეთ, უკვე პატიოსანი კაცია. არ არის სწორი. რა უნდა ქნას კაცს, როცა მოხსნიან კაცმა. გეკითხებით რა უნდა ქნას, მოხსნით ხომ ერთ წუთში ხსნით. შემდეგ მთელი ცხოვრება უნდა ამტკიცო, არ ვიყავი მოსახსნელი. ხან ვისწე, ხან რასწე, ამ რედაქციების თავს მოაბეზრე. დაგწიხვავე, დაგამცირებენ, ინტრიგას დაგიძახებენ. ეგოროვი ამაყი კაცია, გესმით? ამაყი კაცი. თქვენ შეგიძლიათ იმის გაჯერება, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დარჩნენ ამაყი ადამიანები. 73 ხარვესი გიპოვიათ. თავარი გამოგიჩათ. გრიჟელუკზე მოგახსენებთ. მე ტექნიკუმში ერთი მასწავლებელი მყავდა. ოხცი კაცი იყო, დათრევი 1000 უბედურების ნახარი. ის მეტყოდა ხოლმე სამშობლოს სიყვარული ის კი არ არის. ტრიბუნაზე იდგა და ბრტყელ სიტყვებს ამბობდა, თუ სამშობლო გიყვარს, პატიოსან და გაჭირებულ ხალხს უნდა გაუწოდო გაჭირვების ჟამს ხელიო. აი სწორედ ის ხალხია სამშობლო. აი თუ აქ ხელს მოაწერთ, ეგოროვი დარჩება.
სანამ გრიჟელიკი კიდევ რაღაც მამაძაღლობას მოიფიქრებდეს. ნუ გასაგებია რომ ამ ხნის განმავლობაში არც ეგორავი იქნება გულხელდაკრეფილი ის უკვე ყველაფერს მიხვდარია. წლის ბოლოს ყველა შედეგი ნათელი იქნება, ყველას თვალი აიხილება, ვისაც ჭკუა ეკითხება, ყველა მხარს დაუჭერს ეგოროვს. ეს სკოლმეურნეობის თავმჯდომარეები არიან თუ მეურნეობის დირექტორები. დრო ამჟამად ეგოროვს ეკუთვნის, მაგრამ ეხლა საჭირო ამ დროის შენარჩუნება. ეს დრო კი ეხლა აი კონკრეტულად თქვენს ხელში. შემოკარგო არის სიგუხოსტორედ არსებობს ერთი კანონი სიცრუით სიმართლეს ვერ უშვებს. არა ეს სულ თეორიაა. მიზანი ამართლებს საშუალებებს თუ მიზანი არ ამართლებს საშუალებებს. თქვენ გასაგებია თქვენმა პრინციპულობამ მამპურის ქარხანას ჩაგაფაუჭათ, მაგრამ სამწუხაროდ ამ პურის ქარხნის უკან ადამიანს ვერ ხედავთ, გესმით? ადამიანს ეგოროვს კონკრეტულ შემთხვევაში. იცით? აი ეგოროვმა დაფინანსების რანაირი საშუალება მოიგონა. აი მაგალითად კოლმეურნეობას უნდა რომ ერთი ოჯახისათვის ააშენოს სახლი, სოფლი. პირველი და მნიშვნელოვანი ის არის, უნდა გადაწყდეს ვინ არიან ეს ადამიანები. შემდეგ მთელი თანხა, ესე იგი მთელი ხარჯ-დაღლიცვა აი ამ ადამიანების პირად ანგარიშზე უნდა დაიწყოს. და თვითონ მომავალმა მცხოვრებლებმა დაუკეთონ პროექტი, დადონ ხელშეკრულება მშენებლებთან, ხოლო შემდეგ თვითონ ჩაიბარონ. მოაწერენ თუ არ მოაწერენ ხელს, მიიღებენ თუ არა ამ სახლს, ეს უკვე მაგათინება. ეს ფული იგივე დაიხარჯება, მაგრამ სულ სხვა არის პასუხისმგებლობა, ხარისხი. გრიჟელუკმა იცით რა უთხრა ეგოროვს, როდესაც ეს ყველაფერი მან მოასწრა. შეგიჟი ყოფილიყარ. როგორ თუ თვითონ მცხოვრებლები ჩაიბარებენ? მაშინ ხომ ვერც ერთ ობიექტს თავის დროზე ვერ ჩააბარებ. შეგიჟი ხო არ ხარ მეორედ არ დაგცეს. როგორ თუ თვითონ მომავალი მცხოვრებლები ჩაიბარებენ? მოდი და ყველა სასიამოვნეო. ეგოროვმა უთხრა სწორედ ეგ მინდაო. ერთხელ ცხოვრებაში მოდი და ვისაც უშენებთ, ვასიამოვნოთ კიდევაც. მაგრამ ჩვენ ხო სახლებს არ ვაშენებთ. ჩვენ მაჩვენებლებს ვაგებთ. აი ეს გრიჟელუკიც ამ მაჩვენებლების აგების დიდი ოსტატია, გესმით? აი ასეთი სიტუაციაა და ეს თქვენ უნდა როგორღაც გაითვალისწინოთ. გესმით, თქვენ ეხლა ამ მარტო პურის ქარხნის მიღება არ მიღების ბეწს კი არ წყვეთ, თქვენ ადამიანის ეგოროვის ბეწს წყვეთ და ეს როგორღაც უნდა გაითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავითვალისწინოთ და ვითვალისწინებთ კიდეც. ხანდახან ეს უპრემიოდ დარჩენილი კოლექტივი გვეწოდება. ხან ძველ დამსახურებას ვითვალისწინებთ იმას, რომ ხელმძღვანელი ხანში შესულია მოხუცია. ხან იმას, რომ ახალგაზრდა, ახლა ხან შეირთო ცოლი, ახლა ხან განქორწინდა. ახლა თქვენ თავაზობთ ეგოროვის მომავალი წარმატებები გავითვალისწინოთ. წინას რა ვიცი რაღაც ავითვალისწინებთ, რაღაც შეგვიხდება ჩახედვა. მაღაზიაში შეხვალ და ვერაფერს ნორმალურს ვერ იხილ. ახალ ბინაში შესახვდები და მთელი სიცოცხლე რემონტს უნდები. არა ეს ტექნიკური კომისიები და მიმღები კომისიები თუ განყოფილებები იმიტომ არსებობენ რომ არაფერი არ გაითვალისწინოთ. არაფერი, მხოლოდ ნორმების, დებულებების რეალური შესაბამისობა, სტანდარტების. თუ თვალით უნდაც ოდნავ უმცირეს ხარვეს ამჩნევთ, მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტის უნდა იყოს. ციხე-სიმაგრეთ უნდა დავდგეთ ვიოლეტა გენაცვალე. ახალი კანონია საჭირო. თუ ტექნიკური განყოფილების მუშაკმა მიმღები კომისიის წევრმა წუნი ჩაიბარა, 5 წელი უნდა მიუსწროს. სხვანაირად ვერაფრით ვერ შევაჩერებ მწუნის ამ ტალღას. ტალღას კი არა მორებს თუ რა პიანია, არა, ჩანჩქერს. გასაგებია, მაგრამ ერთი მიპასუხეთ. სად არის ეს თქვენი ციხე-სიმაგრე, რომელზედაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ? სად? აპატიეთ, მაგრამ თქვენ ისე ლაპარაკობთ, თითქოს სადმე იყოს. კი ბატონო, მე ყოველ თქვენ სიყვარულს მოვაწერ. ეგოროვიც მოაწერს, მაგრამ გაიგეთ რომ ეს პურის ქარხანა ერთის მხრივ პურის ქარხანაა, მაგრამ მეორე მხრივ ხაფანგია. მახია ეგოროვისათვის გრიჟელუკის მიერ დაგებული. ეხლა აი ამ ხარვეზებიან პურის ქარხანას უნდა მოაწეროთ ხელი რომ ეგოროვი დარჩეს და მომავალში 1000 უხარვეზო ობიექტი ააგოს.
აი სწორედ ეგოროვია ეს ციხესიმაგრე, რომელზედაც ველაპარაკობდით, ეხლა კი თქვენივე ხელით ანგრევთ აი ამ ციხესიმაგრეს. ლეონია, მოასვენ ეს. ხომ დეპუტატი ხართ ბატონო? არა. სულ ერთია საალკო აღმასკომის თანამშრომელი ხომ ხართ? მე თქვენ სიტუაცია აღიხსენეთ, ჩაერიეთ მეც. ლეონია, მოასვენ. ბატონო, ასე არ შეიძლება. გემუდარებით წამომყევით უმანეოში. გემუდარებით წამომყევით დაელაპარაკეთ ეგოროს რომ ეს ასე. რაგი მაშინ გამოგებინა? ჯერ ერთი ალაგეძებს. როგორც ერთი მოასვენ ეს ხალხი. თვითონ მეგობრებისთვის კარგი მინდა, სინამდვილეში ზიანს აქვს. აი შეხედეთ ამ კაცს. აი ამან დააწერინა მუშებს წერილები. თეთრი, უფუარი პური გვენაკრებო, აი მას დააწერინა გრიჟელუკის მითითები. იცოდე სიფაჩი მიიღე, და შემომივიდა შენი. ეს ფანტაზიები არ არის. ეს ფანტაზიები არ არის. ყველაფერი შევიტყვე შენ შესახებ მატარებელზეც სწორედ ამიტომ დამაგმიანდა. ისიც შემიძლია უთხრათ თუ რა დაუჩნდა გასულ თვეში სატელეფონო საუბარი გრიჟელებთან 45 მანეთი. ამ თვეში 11 დღეში 24 მანეთი. დელს ლაპარაკობ. ფული არ გინანება ერთი მიპასუხებ. თუმცა რა ენანება რა, იცის რომ შეფია უნას გაუროს. იდიოტი ხარ, რა უნდა გელაპარაკო? ეს შემიცოლი, ეს შეხედეთ ამას. აი ეს საკუთარ სახში ჯაშუში მიზის, გესმით? გააგიჟეს ადამიანი, გააგიჟეს. აი ეს გაკლის რომ ეგორავია ჩვენს ხარსო, ყველაზე ნაკლებ ჯამაგირს აძლევს, ხოლო ისო ექსპლუატაციას უწევს. ყველაზე მეც ამუშავებს, მაგრამ თუ მომიმატა ეგორომა ჯამაგირი, აი ეს პირველი დაიწყებს ყვირილს. თავის მლიქვრელებს ეგოროვიო, ბატონები გესმით მიპასუხეთ გემუდარები. თქვენ უნდა წამოხვიდეთ კომანოოში, მითხარით, წამოხვალთ თუ არა? გამოდი რაღაცა უნდა გითხრაგათ. ვის წინაშე ამბობ აღსარებას, ვის წინაშე? ვის წინაშე? პრინციპული კაცის წინაშე. ხო დაიცოდე მაგ შენმა პრინციპულმა კაცმა. დავალება მიიღო. დავალება მიიღო, პურის ქარხანა არ ჩაიბარო. დავალება მიიღო. პურის ქარხანა მზადაც რომ იყოს, აქ ცხელი არ მოაწერო. არ ჩაიბარო. შენ კიდე გული გადაუშვა. მალისოვმა გითხრა? არა, მალისოვმა არა, მოთმამი. ხედავ, რა ხდება ალა? ეგოროს ყელზე ყულფი აქვს ჩამოცული. გრიჟელუკმა საალკო აღმასკომის მოისყიდა. შენ ჭკვიანი კაცი ჩახარები. აქ ბატისტით ეს ქალები რა სიკერავენ? აბა, თუ რა. აბა რა. დავიო, აბა, აბა. ესე ნაბიმარჯოს. აბა ერთი შენ ეხლა მე მიამბე. ბატისტიო არ ვიქნა. არა. ეხლა შენ მე მიამბე. რა? დავალება მიიღო დირექტორმა. გაბატონო, ხო გთხოვეთ ამას მოეკვითვეთი რა. და? აბა არავის არაფერი დავალება არ მიუღია და გაჩერდი. ეხლა მაგის შესახებ ხმა კრიტიკა არ დაძდა. არავის არაფერი დავალება არ მიუღია. ვიფას საალკო აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისაგან დავალება მიიღეთ, მე ვიცი. ვიცი, შეგონი არის. მიიღო და 10 მიიღო, მე რა მოხდა? არა, იცი რა შესაძლოა. მე აკეთე სიტყვას გაძლევ, არავის არაფერს არ ვიტყვი, მე აუცილებლად უნდა ვიცოდე, გესმის?
მე აუცილებლად უნდა ვიცოდა. მიიღო თუ არა დილატომმა დავალე. რა არის ამაში გასაკვირი? შენ საიდან იცი? არაფერი ამაში გასაკვირი, ჩვენ ყოველთვის ვიღებ დავალებას. ან მიიღეთ თუ ან არ მიიღო თუ ან თქვენი შეხედულების სამებრო. სამი ვარიანტია რა ისე რომ. აბა იარდენი რა მოხდა რა? რა? ასე და კმაყოფილი ხარ? კარგად მუშაობენ თქვენი ბიჭები, რა? რა შევია? ყველანი შეკრულები არიან. პრინციპულ ლაბა გამოდი გარეთ. გამოდი გარეთ უნდა მოვილაპარაკო. მე მეგონა შენ თვითონ იყავი პრინციპული, თურმე სხვისი დავალებით ხარ პრინციპული. ის რასაკეთებ მოიცადე? ჟურნალს კითხულობდი. რა, ინტელექტუალური კაცია. გესმით, ინტელექტუალური და ამ დროს პატიოსან კაც ხელზე ყულფს უჭერს. ხელი არ მახლო. ხელი არ მახლო. მე შეგიძლიათ გასაგებად ამის ნატრესიას. არაფერი. მე გასაგებად. არაფერი. მე გისმენ. რა, რას მისმენ? მე ყოველ სიმართლე შევიტყვი შენ შესახებ. რა სიმართლე? სიმართლე. მაინც. მაინც. დავალება მიგიხია. რა დავალება? რა დავალება და პურის ქარხანაში ყველაფერი ჩაწიკწიკებული რომ იყოს, აქ ცხელი მაინც არ მოაწერო. ვინ მითხრა? ვინ მითხრა? შენ მამხანაგმა მითხრა, არა მაგან არა მეორე. გამოდი აქ. აბა ერთი მოგვახსენი აქ სახალხოდ, ყველა მიცოდეს, ყველამ გაიგოს. რა დავალება მივიღე და ვისგან? დავალება? ბრძანეთ. რა დავალება? შენ ხარ გაგიჟდი, ვის დავალება რა? ქარხანას ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, მეც მოვაწერდი ხელს ბატონი იური და ქალბატონი ვიოლეტაც. როგორ გეკარება? რა დავალება? რის დავალება? თქვენს გამო ბატონო იური. თქვენს გამო. დიახ. აღარ მოხდა მოსვენება თქვენს. დიახ, თქვენს გამო, ქალბატონო ვიოლეტა. მოგეკრათ კი პასალი და აღარ გეშვება. დავალება, რა დავალება? იყო თუ არ იყო და არა ყოფილა. თვითონ რატო სიხო? შენ შეშინდებოდა და გულს გადაგიშილდა და ვაი შენს პატრონს უბედოსა. გონი მიხუთი. ვიოლეტა. ბატონო ვიოლეტა. ესე იგი კუმანეოში კომისიის თავმჯდომარედ ამ პურის ქარხნის თავად მოროზოვი უნდა წამოსულიყო. დიახ. ხომ არ იცით უკანასკნელ წუთს ჩვენმა თავმჯდომარის მოადგილემ მის ნაცვლად მე რატომ გამომულა? არ ვიცი. არა. ცნაური ამბავია. საქმე ის არის რომ გუშინ წინ უკვე შეუულებაში უნდა გავსულიყავი და უცებ გადამიდო შეუულება მოროზოვს სხვა სასწრაფო დავალება მივეცითო და აქეთ გამომულა. და რა გაფიქრებთ, ბადნოირი? გასაგებია ლამა. ой არა არ გინწვდები.
არაფერი, მოდი. ვაი. რამდენი ცალადაა საჭირო აღარ მაქვს? ჰა? გონი 5. 5 ფურცელი მომეცა. მაშას მისმინე. ჩვენ ახლა აი ამ სუფთა ფურცლებს მოვაწერთ ხელს. შემდეგ საჭირო ტექსტს თქვენ თვითონ ჩაბეჭდავთ. ჩვენი ხელმოწერა უკვე გექნება, გასაგებია? ბატონო იური, არაფერი არ მესმის. მე მესმის. ყველაფერი რიგზეა. მოიწმინე დამშვიდდი. ეხლა რეაგირდი. ნუ ბელა. თუ რა ავთ ხომ არა? არა. აბა რატომ ბელა? ეხლა რეაგირდი. მოაწერეთ ხელი. ბატონო იური, უნდა მოგელაპარაკოთ. ისე მე დაგიძახ. შენობათ ოდის შენობით გილაპარაკობს სიაჯო. იკვით რატომ გადავწყვიტე ასე უცებ ხელის მოწერა? რა თქმა უნდა ბატონო იური. ვიოლეტა ალბათ გახსოვს 2 წლის წინ იმ გრიჟილიკისაგან რძის ფერმას რომ ვიბარებ. გახსოვთ რა? არა, ვითარება თუ გახსოვთ. საოლქო აღმასკომიდან დაგვირეკეს იქ კუმანეოში და მე დამირეკეს პირადად და მითხრეს რომ ხელი მოაწერეო. მე უარი ვთქვა. შემდეგ როცა უკან დაუბრუნდით აქ საოლქო აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ გამომიძახა და მითხრა ესე გამიმეორა რომ მოაწერე. არ მოთქვა ავაგდეთ თავის შეუშვა. არა თქვენ მოაწერეთ მაშინ მიერ. არა საქმე მაგაში არა. ეს შენი თავმჯდომარის მოადგილე ცოფებს წლიდა მითხრა ჩვენ ერთად ვეღარ ვიმუშავებთ. მაშინ ავდექი და პირდაპირ პარტიის საოლქო კომიტეტში მივედი და ყველაფერი მოვუყო. ამის შემდეგ ამ თავმჯდომარის მოადგილემ ჩემთან დავიდა რაბას თავი დაანება. მიხვდა რომ ადვილი მოსაკაკუე რა ჩემთან უხეშობა არ გამოუვა. თან გავაფრთხილე მკაცრად თუ ჩემს მაგივრად ვინმე მოაწერა ხელი როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეთქი იცოდეთ დიდ უგადურებას ხავდა. ამის შემდეგ ამ თავმჯდომარის მოადგილემ სრულიად მარტივი საშუალება და ხერხი იპოვა თუ გამონახა. ესე იგი აღარც ერთი ობიექტის მიმღებ კომისიაში აღარ შემეყვა. აღარც ყველგან ისეთი ხალხი შეყავდა ვინც მისი კარნახით გააკეთებდა ყველაფერს. მე ხომ ვერ შევხვეწებოდი შემიყვანე მეთქი მომწესრიგებელი ისანი და აი გუშინ წინ ძალიან კარგად იცოდა რომ შრობილებაში უნდა გავსულიყავი გამომიძახა და მითხრა მოროზოვს სხვა სასწრაფო დავალება მივეცით და კუმანევოს შენ უნდა წახვიდე. ახლა ერთი პირობა გავიფიქრე რომ შვებულებამ უნდა გამიფუჭოს მეთქი მაგრამ აი თურმე საქმე გაცილებით უარესა და ვიოლეტა გაცილებით ახლა ამ თავმჯდომარის მოადგილემ და გრიჟილიკმა ისინი ახლო მეგობრები არიან გადაწყვიტეს ჩემი ხელით მოიშორონ მათთვის უარგისი ეს ეგოროვი ახლა ჩემი გამოცდილების ამბავი რომ იციან მათ ეჭვიც არ შეფარვიათ რომ პურის ქარხანას მე არ ჩავიბარებ რაც ამ შემთხვევაში ხელს აძლევ ხოლო თუ ის ეგოროვი დაიწყებდა ჩივილს პარტიის საოლქო კომიტეტში ისევ ჩემივე საშუალებით მოიხსნიდან ბრალდებას იმიტომ რომ საოლქო კომიტეტში ძალიან კარგად იციან რომ აღმასკომი ჩემთან პირს ვერ შეკრა გესმით რა ხდება ჩემი პრინციპულობით თამაშობენ
როცა არ სჭირდებოდათ ეს ჩემი პრინციპულობა, ყველაფრიდან გამომთიშეს. დასჭირდათ ბატონო ახლა ეს ჩემი პრინციპულობა და ყველაფერში ჩამთიშეს თუ ჩამთეს. აი ამიტომ მე თქვენ გთხოვთ მოაწეროთ აქ ხელი. ვიოლეტა გენაცა მოაწერეთ ხელი. მით უფრო რომ ამ ქარხანას ამოხერს შეუძლია ამ პურის გამოწყობა, მოაწერეთ. რატომ არ აწერეთ? ძალიან ბევრი ხარვეზია ბატონო იური. ესე იგი შენ ვერაფერს ვერ არ არის საჭირო მომეწე. არა მე მოვაწერ ბატონო იური. მოვაწერ, მაგრამ იმეგორов ჩვენ ხო სრულებით არ ვიცნოთ ბატონო იური. ხოლო თან საეჭვო ახალგაზრდის სიტყვები. მე ის დაბადების დღე რომ აგონდება ბატონო იური. ახლა შენი არ იყოს ის ეგოროვი გუშინდილით მეც პირველად ვნახე. მაგრამ ეს ერთი შეხვედრაც ბევრ რას მე მიგვანიშნებს. აბა გაიხსენე როგორ იქცეოდა გრიჟელუკი როცა რძის ფერმას ვიბარებით მისგან. ჯერ სანამ ობიექტზე გავიდოდით ერთი გემრიელად გვასაუზმა მერეც მოკლედ ერთი წუთი არ მოგშორებია სულ უკან დაგვდევდა სადარეკა რა არ გააკეთა. ეს ეგოროვი გუშინდილით მოვიდა ჩვენთან მოგვესალმა გვითხრა ქარხანას ფურის გამოწყობა შეუძლია. ოღონდ ბევრი ხარვეზი აქვს ნახეთ და წავიდეთ. დაგატირე. ცუდად ხომ არა? არა მე კარგი. ახლა არც ეს ახალგაზრდა გამოუგზავნია. ეგორობს დარწმუნებული ვარ. ღრმადა ვარ დარწმუნებული. ეს მისი გამოგზავნილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეგოროვმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ ვითარებაში მის ბედს სწორედ ეს აქტები წვეთს. მე შენ აგიხსენი, რატომ მიმაჩნია საჭიროდ აქტზე ხელის მოწერა ახლა როგორც გინდა. ბატონო იური, თქვენი ავტორიტეტი ჩემთვის. კარგია, რა შემიძლია მცრემლების დანახვა აღარ შემიძლია. თუ აწერხალს დაგეკიდე და მოაწერე. ბოლოს თავმჯდომარე ხომლე ვარ. რა თქმა უნდა. ყოველთვის შეგიძლიათ დამიმოწმოთ. მორჩა და გათავე. მოვაწერ. მოდი აქ შენ მოდი. აბა მიუტანე ახლა იმ სიმეონოვსაც მოაწერინა და მზათა ყველა დიალექტი. ახლა ის არ დამეწვა ხმა არ მოიღო თორე გავგიჟდები ეს ხასიათი. ყველაფერი დამთავრდა. ხელი მოაწერე. მოაწერე. ხო, აი ორივე მოაწერა. ეხლა ეს იდიოტი მოაწერეს და აბა მითითება ქონდა. ქონდა მითითება, მაგრამ გაერყვა გესმის ყველაფერში და ფეხებზე დაიკიდე ეგ შენი მითითება. წარმოგიდგენია რა? ქვეყანაზე კიდევ ყოფილან პატიოსანი. ერთი მაჩვენე რა. რა? ხელის მოწერა. რატო? ისე მაჩვენე. არა, ჩემთან იყოს. და გეშინია დავხელ თუ რა? არა. ძალიან კარგი რომ მოაწერეს, პრემიებსაც მივიღებთ. და გავავიწყოთ. არ არის საჭირო. როცა საჭირო იყო, მაშინ უნდა დამხმარებო. ფილოსოფოსო, რა შეგვიძლია? ფილოსოფოსო, გაიგეთ. რა არის ეს? გული გამიხდა. აბა ჯერეს დალი. ო, გაცია. არ მე და სუდად გავხდები გელაპარაკები.
აი, დალია. რა ახალ მივედით, არ შეიძლება ეს მატარებელი თუ რა ხდება. აი, დალია და გამაშინელი სიზმარი ვნახე ქალბატონმა. რაღაცა უზარ-ბაზარი სასახლე მესიძრა. შევედი შინ და რა ვხედავ. უამრავი შიშველი ტიპელი ქალი. ავიწი ახლა საუკეთესოს ამორჩევა. მივედი, მივაყოდი რა ვხედავ. ყველა ქალი რაღაც ერთმანეთს გავს. ინკუბატორში გამოშვებულებს გავს. მაინც მივედი, არ მივშერე. მივედი ახლოს, მივაყოდი და რა ვხედავ. ყველა ქალი ერთი ქალია, ჩემი ცოლი. ველაპარაკები. სიზმარში თავს დავიქცევდი რო არ გაქვს, მაგრამ ჯერ ერთი ცოლი თვითონ მე ამდენი ერთ დაიგილო. აი ცირა, შენ ეს მითხარი. აი, გამოფხიზლდი თუ არა? ხიზლდები ის. ცირა, გინდა და მოგაბხ. აბა. საშინელება იყო. რა ეს? ნახე. რა ნახო რა? არა, რა ნახე, ქალბატონმა ვიოლეტამ. ბატონმა იურიმ ორივემ ხელი მოაწერა. რა სლავენა? რა ის? ეს სუფთა ფუძლებია, ესმის წერანი მე ყველაზე თქვენზე გაბრაზებული ვიყავი და ის ნამდვილი აქტები დავხი. შემდეგ ბატონ იურიმ აიღო და აი სუფთა ფუძლებს მოაწერა ხელი. შემდეგ მე ჩავბეჭდავ საჭირო ტექსტს. თვითონ ბატონ იურიმ მოიფიქრა. ეხლა შენც მოაწერე ხელი და ყველაფერი დავთავრდა. განიშნე? იმანა ძალიან ფურცლები რა, ვერ გავიგე. იცი რა? მე ამ ფურცლებს ხელს ვერ მოვაწერ. რა, იმათვის თუ შეიძლება შენთვის რატომ მოაწერე? არა, ისინი არიან და მე ვარ. ამ ფურცლებს მე ხელს ვერ მოვაწერ. ვერავითას. მოიცა, წერან ხოლმე შენ სიტყვა, აი აქ არის ჯექი სიტყვა მომეცი, მითხარი რომ თუ ისინი ხელს მოაწერინო. კი ბატონო, მაგრამ მე ამ ქაღალდებს ხელს არ მოვაწერ. ვერავითას შეფლაში ქალბატონო. მოიცა, შენ გემუდარები დაწყნა, ვიცი ჯერ არ გამოფხიზლებულა. მაგრამ მოაჭრეს. მე გამოფხიზლებული ვარ და სრულიად ბატონი იურის დაუგავდა. ქაღალდებს მე ხელს არ მოვაწერ. მოიცა, დამონებეთან და საერთოდ ხვენი, ოსარკვარი, კბილი. აი, მოიცადეთ, მაგრამ დამონებეთან მე მაგ შევაუწყალ მე. არა მოიცი, არავითარ შეფერს აი ახლა ამ წუთს მოვა. ამ წუთს. სიმეონოვი ხელს არ მოაწერს ბატონო. და არც ჩვენ არ უნდა მოგვეწე. რატომ არ მოგვეწე? წამოსვლის წინ აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ დაგვიბარა მე და სიმეონოვი. და? და? რა გითხრათ? დიახ. ხელი არ მოაწერე. დიახ. მერე. რა არის? რას გავს? ნუ მიხვირი. რას გავს ეს გამაგებინე? რა ხდება მაგი ხარ? ბატონი იური, გებუდარებით, აი უთხარი. ბაშ გებძარეს ხელი არ მოაწერო. ისი რატომ გებძარეს? რაო, ჩემთვის არავის არაფერი არ უგზავნებია. ქარხანას ბევრი ხარვეზე მქონდა და ამიტომაც არ მოვაწერე ხელი. რა შეესა? მე რეალეთამ უკვე ყველაფერი მითხრა, მითხრა ისიც ვისთანაც იყავით ერთად. მე რა ვიყავ? მე ის რომ წინასწარი დავალება მიიღეთ ხელი არ მოაწერო. ჩემთვის არავის არაფერი დავალება არ მოუწია. არავის არაფერი. ესე იგი შენ ახარ ასეთ პრინციპული ადამიანი არა? შენ გავსწავლობ ბატონო იური, ვითომ რატომ მოაწერეთ ასე უცბად ხელი? ამ სულელ მაგიყოლიათ არა? გასაგებია. ირა, მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ასე რომ იქნებ შენთვის ჯობდეს მოაწერო ხელი. ნუ მასწავლით ბატონო იური, ჩემთვის რა ჯობია და რა არა. ამაში მე თვითონ გავერკვევი. ისე შემიძლია გითხრათ ხელს მოვაწეროთ კი გამოგართვათ ქაღალდები და დავხიო, რათა თქვენი ხელის მოწერაც მოსმო. ბატონო იური, თქვენ არა მე. გეუნები სიმეონო, შენაგიდან ცოცხალი ვერ გახვალ, გეუნები ხელი მოაწერე სიმეონო. ამისი ხარი დიგახსოვ კუთხელი იქო. გემუდარები სიმეონო, მოაწერე ხელი გაციანა ხარ. შენ თუ გაქვს დავალება, მეც მაქვს დავალება. შენ თუ ყავს შენი მეც სამყავს შენი. დემა ყოილაპარაკო. ისინი ვერასოდეს ვერ ყოილაპარაკებენ. აკურიელინო. არა! არა. არა. ნონი. ყველაფერი სისულელია. არა. კიდე დიდხანს მიმუშავეთ ერთად. არა.
გადაეცით იმ ეგოროს გადაეცით მე და მიკაკი ანა ალჩდა ის სამეთები ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ აქადაც თუ ეპეში დაგჭარ ანა გმადლობ თქვენ ისინი აღარ გჭირდებათ ანა გემუქარები წავიდეთ აქიდან მოუშვათ აკაურობას გემუთარ წავიდეთ მილიცია წამიყვანეთ საბჭოთა კავშირის პროკურორთან წამიყვანეთ გამცილებლებს არ უშვებთ ბილეთებიას გთხოვთ